თუ გნებავთ CV 800 ლარადო. პირველივე გასაუბრებაზე მითხრეს, რომ თქვენ გექნებათ მე-13 ხელფასი. და რეალური წამოვიდა იმ ხელა ზღვა აქტიურობა, რომ მე თვითონ ვერ მოსწრებდი ადამიანების დამატებას და პასუხს და ხელფას მაშინ რაში იღე? ხო. და ჯენზი მაგიტო არ უყვართ სხვათა შორის, იმიტომ რომ არ ითმენს ამდენი დიპლომი რო გაქვს, CV-ები უნდა აკეთო, ესეც მითხრეს. ასევე შეამჩნევდით, რომ თეთრი ჭიქები გვაქვს, ეგ იმას ნიშნავს, რომ სპონსორი არ გვყავს და შეგიძლიათ რომ დაგმასპონსორ. გამარჯობა, მე ვარ მარიამ გეწაძე, მოგესალმებით Do It Talk-ში, ეს არის მეორე ეპიზოდი. კიდევ ვიტყვი იმას, რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. დღევანდელი ეპიზოდის ჩვენი სტუმარი არის სალომე სულობერიძე, კარიერული მენტორი, თუ რამე შემეშალა შეგიძლია რომ შემისწორო. სანამ უშუალოდ კითხვებზე გადმოვალთ სალომე, მადლობა რომ მოხვედი. ძალიან დიდი ხანია გიყურებ, თვალს გადევნებ, რაღაცები ვიცი შენი ცხოვრებიდან, კარიერული თვალსაზრისით და მინდა რომ ჩაგეკითხო. მანამდე სანამ კითხვებზე გადავალთ, ჩვენს წესებს აგიხსნით, სულ ორი წესი გვაქვს. პირველი არის რომ მაქსიმალურად გვინდა რომ გამართული ქართულით ვისაუბროთ. A few moments later. შევით, ესე დავდებ. მეორე არის სფერის შეცვლა. შეცვლა რა არის? თავიდან დავიწყე. ღმერთო, შეცვლა რა არის? სანამ კითხვებზე გადავალთ, მინდა რომ წესები აგიხსნა, სულ ორი წესი გვაქვს. ერთი არის რომ გამართული ქართულით უნდა ვისაუბროთ და თუ რაიმე სიტყვის ანალოგი არ ვიცით, ერთმანეთს დავეხმაროთ. მეორე წესი არის უნოს წესი. სულ სამი კარტი გექნება, რომლის გამოყენება შეგიძლია. შეგიძლია სამივე ერთად გამოიყენო, შეგიძლია ერთ-ერთი გამოიყენო. და ასევე შეგიძლია არც ერთი არ გამოიყენო. შენს ნებაზე არის. პირველი კარტი არის შეცვლის, ანუ შენ შეგიძლია კონკრეტული თემა, რომელზეც დავიწყებთ საუბარს, შეცვალო, შემომიტრიალო და მე გეტყვი ვთქვათ, რას ვფიქრობ ამ საკითხზე, ან შენ შეგიძლია კითხვა დამისვა, ან ჩაუღრმავდეთ ამ საკითხს და ასე შემდეგ. მეორე არის ფერის შეცვლა, ანუ თემის შეცვლა, შეგიძლია იმ თემას გადავახტეთ, შეგვიძლია უკან თემაზე დაუბრუნდეთ და ასე შემდეგ. და მესამე არის ასეთი დაბლოკვა. თემას დაბლოკავ და ამაზე პასუხს არ გამცემ და არ ჩაგაჯინდები რომ მაინც და მაინც მითხარი. ხო, იმედი არ დაგჭირდება. სამივე კარტი შენს განკარგულებაშია. ხო, რაც შეეხება კითხვებს, მე მინდა დავიწყოთ საერთოდ საიდან მოდიხარ, იმიტომ რომ ზოგ ადამიანისთვის мотиваცია ხარ. შენაირი ადამიანები мотиваტორები არიან მათთვის და მაინტერესებს საიდან დაიწყე და საიდან მოხვედი. ეგ რომ გაგვიზიარო. მარიამ, დიდი მადლობა. ჩემი პირველი პოდკასტია და ცოტა ნერვიულობ, იმედია კარგად ჩაივლის. ასევე დიდი მადლობა იმისთვის, რომ мотиваტორი მიწოდა, იმიტომ რომ იმდენად ბუნებრივად ხდება ეს ყველაფერი ჩემს თავს. რაღაცნაირად რო გამოყოფენ ხოლმე, ცოტა უხერხულში ვარდები, მაგრამ სიამოვნებს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მართლა ათასობით ადამიანი იმწერს ყოველდღიურად და ბევრს თუნდაც ერთი სიტყვა და პოსტიც კი ეხმარება იმისთვის, რომ რაღაც ახალი დაიწყოს. მე ძირითადად ბავშვობიდან უნდა დავიწყო ალბათ ჩემს შესახებ ახლა და ვიტყვი იმას, რომ გავიზარდე ქუთაისში, მე-5 კლასამდე ვცხოვრობდი იქ, შემდეგ უკვე წავედი იტალიაში და იქ დავამთავრე სკოლა. 18 წლის ჩამოვედი საქართველოში და აი აქ დავიწყე. რატო დაბრუნდი? ძალიან მენატრებოდა აქაურობა, მეტი სხვა მიზეზი არ გამოჩნდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ თუ არ ჩამოვიდოდი თავის დროზე, მე იმდენად უკვე ევროპა მიცის ხოლმე, ესე იქ რო დაიწყებ უნივერსიტეტს და წრეს გაიჩენ, ძალიან რთულია ხოლმე ამდენი წლის შემდეგ დაბრუნება და გადავწყვიტე, მოდი სკოლა რახან დავამთავრე, ეხლა უკვე საქართველოში დავბრუნდები და სკოლა იქ დავამთავრე, უნივერსიტეტში არ? არა. სკოლა დავამთავრე, ჩამოვედი საქართველოში, მარტო ნოსტალგიის გამო, მეტი მიზეზი არ იყო. მხოლოდ მე დავბრუნდი, იმიტომ რომ ჩემი მშობლები და ძმა იქ დარჩნენ იმ პერიოდში და დავიწყე სწავლა. იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რომ თესეული ვარ, საერთაშორისო ურთიერთობები დავამთავრე. აქაც ვიტყვი იმას, რომ არ ვიცოდი ზუსტად საერთაშორისო ურთიერთობები რა იყო, იმიტომ რომ არ არსებობდა არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარიერის კონსულტანტს მივმართოთ ან ვინმე კომპეტენტურ ადამიანს და ცოტა ინერციით წავედი. რაღაცნაირად დიპლომატია ასოცირდებოდა ჩვენთვის მოგზაურობასთან, უცხოენებთან და ავტომატურად საგარეო საქმეთა სამინისტრო გაგიღებდა კარს და იწყებდი. ეს ასე არ იყო, მაგრამ მაინც საინტერესო იყო ეს ფაკულტეტი და შემდეგ მაგისტრატურაც ამ მიმართულებით გავაგრძელე უკვე ბარსელონაში და ცოტა მომენატრა მე ევროპაში ცხოვრება და ისევ წავედი.
და აი მანდ დაიწყო, ყველაზე მეტად რაც დაიწყო, სამსახურთან ურთიერთობა ძალიან გამიჭირდა შრომის ბაზარზე, თავის დამკვიდრება იქაურ ბარსელონაში. ევროპის ზოგადად დისტანციური სამსახური იქნებოდა ეს ნებისმიერი რა. 2018 წელს ჩავაბარე მე ესპანეთში. კოვიდამდე კოვიდამდე არ იყო ეს ონლაინების. ზუსტად. და ზოგადად მანამდე სანამ მე სწავლასთან ერთად სულ მუშაობდი 15 წელი დამუშავებ სკოლაშიც რო სწავლობდი მაშინაც მუშაობდი მაგრამ მე უკვე საქართველოში რო ჩავაბარების დღიდან სულ მუშაობ და მომსახურების სფეროში მიმუშავია ძალიან დიდი ხანი და მე უკვე მენეჯმენტში, იმიტომ რომ ავტომატურად მენეჯერულ პოზიციებზე გადავდიოდი ხოლმე, რაღაცა ეს მოტივირება და გუნდის მართვა ყოველთვის ბუნებრივად კარგად გამომდიოდა და მარტივად მაწნაურებდნენ სამსახურში და ეს გასაუბრებების ჩატარებებიც მიწევდა ყოველთვის და აი მანდ მივხვდი რამხელა პრობლემა არის ზუსტად და ბოდიში რა გაწყვეტინებ, რადგან განათლების სისტემა ახსენე, ხო შეგიძლია ვთქვა შეადარო იტალიის განათლების სისტემა და საქართველოს განათლების სისტემა, იმიტომ რომ ახსენე რომ სკოლა იქ დაამთავრე, მე ჩამოხვედი თესეული რა ხდი, მე ისე მაგისტრატურაზე წახვედი. მაინტერესებს, ძალიან საინტერესო იქნება ეგ თუ შეგიძლია რომ შეადარო. კი, კარგი აქცენტია, აი უნივერსიტეტებს შევადარებდი, იმიტომ რომ სკოლა მე აქ რო არ დამთავრებია, ზუსტად პარალელს ვერ გავავლებ. უნივერსიტეტში, TSU-ში, როგორც ვიყავით სტუდენტები, მაგალითად, უფრო კომუნისტური მიდგომა იყო. მეცნიერული არ მეწინება. და ჩვენ შიში გქონდა სიტყვის კომენტარის გაკეთების სემინარზე ძალიან ბევრი ადამიანი ხელს ვერ ვიწევდით, იმიტომ რომ რაღაცნაირად თუ არ იყავით არწმუნებული ბოლომდე და რაღაცა დაზეპირებული ფრაზებით არ იტყოდი შენ სათქმელს, ადამიანების შიში იყო და იმის რომ დაგცინებდნენ. ანუ შეცდომები არ მოსულა ჩვენთან იმ პერიოდში, ყოველ შემთხვევაში ასე იყო 2013 წელს ჩავაბარე. არც ისე დიდი დროა გასული. მე 12 კლასელი ვიყავი მაგ დროს. კი, და აი როცა უკვე ბარსელონაში წავედი, მან ამოვისუნთქე, რასაც ქვია, იმიტომ რომ ნებისმიერი რამე რაც კი აზრად მოგივიდო და შენ თუ შეიძლება სისრულე იყო, მაგრამ ამას გარემო გიწყობდა ხელს და თავისუფლად შეგეძლო საუბარი და შენ უფრო გახსნილი ლექციების პროცესი იყო. მაშინ უკვე იტალიური ციცოდი შენ. იტალიური, ესპანური ვიცოდი, უნივერსიტეტში სწავლობდი საქართველოში, მაგრამ იტალიური რადგან ვიცოდი, ადვილად ავითვისე ესპანურიც. ისე ინგლისურად ვსწავლობდი მაგისტრატურას. ოკეი. და პროცესში იმერი ესპანურიც ვისწავლენ და ესე. მაგისტრატურის დროსაც არ ყავდათ კარიერული მენტორი უნივერსიტეტში? ჩვენთან არ ყოფილა, რა თქმა უნდა ადმინისტრაციაში იყო, მაგრამ დიდად მოთხოვნა არ იყო იმ პერიოდში, რატომღაც პირდაპირ ადმინისტრაციაში მივიდოდით ხოლმე თუ რამე გვაინტერესებდა, ერთი ადამიანი იჯდა, რომელიც ადმინისტრატორიც იყო, კარიერის მენტორიც იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ როგორ გითხრა, ის საფუძვლიანად მაინც ვერ გეხმარებოდა, უფრო მეტად რაღაცა კოორდინაციას გიწევდა სხვადასხვა საკითხებში. შენ როდის მიხვდი, რომ კარიერის შეცვლის დრო იყო და აღარ გინდოდა ის რაც ამდენი ხანი ისწავლე თან. მეც მაქედან მოვდივარ და მაგიტო ზუსტად ვიცი ამდენი წელი რაღაცა სწავლობ, მე როგორია რომ უნდა შეიცვალო. როდის დაინახე ეგ პრობლემა და როდის დაიწყე მაგაზე მუშაობა და როდის შეცვალე? აი ესე კონკრეტულად არ მახსენდება. რაღაცნაირად ორგანულად მოვიდა ეს ბოლო 1 წელიწადია, რაც მე საჯაროდ მუშაობ კარიერის მენტორის მიმართულებით, მაგრამ მანამდე ყოველთვის აი შიდა წრეში, ვიწრო წრეში ყოველთვის ვეხმარებოდი ადამიანებს. აი რაღაცა სალომე ასოცირდებოდა სამსახურს თუ ეძებ, მიდი დაურეკე და დაგეხმარებ. ოღონდ ვერც მქონდა წარმოდგენა, რომ მე ვაკანსიების დაწყობილი მქონდა და რომ დამიერთებდი კი, ავტომატურად ესე. თუმცა მე უკვე რო ვხსნიდი, რომ აი აქ სტრატეგია საჭირო, ჯერ უნდა გაერკვიო, რომ რა გინდა, როგორ გინდა და ასე შემდეგ მე რეზიუმე LinkedIn-ი, დავინახე რომ ეს ადამიანები შედეგებს დებდნენ და ეს საქმე რაც ჩემთვის თითქოს ბუნებრივი იყო და რაღაცა არ საჭიროებდა ძალიან დიდ განათლებას და ცოდნას, ადამიანებს რეალურ შედეგებს ადებინებდა. მე უკვე ჩავეძიე სიღრმისეულად, არ მინდა რომ გადავუხვიო შენს კითხვას და მითხარი თუ რაღაცა საოცარი, იმიტომ რომ ისე გავეშვები ხოლმე, მე ვეღარ ვჭერდები. გეტყვა რომ გიყვარს ლაპარაკი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ჩემს პროფესიაში მით უმეტეს. კი, კომუნიკაცია ძალიან მიყვარდა ყოველთვის და მოსმენაც მიყვარს. უბრალოდ ხანდახან გამაჩერე ხოლმე რომ ჭროში ჩავედი. ამიტომ სად გავჩერდით? კარიერის როდის გადავწყვიტე? როდის მივხვდი? როდის მივხვდი და როგორც კი ჩემი შვილი გაჩნდა, მუშაობდი ორსულობის პერიოდშიც, მე დეკრეტში გავედი და დეკრეტში გავედი თუ არა ვერ მოვისვენე. მეთქი ხა კიდე მინდა მუშაობა, ოღონდ არ მინდა ისეთ რაღაცის გაკეთება, რაც დიდად არ მსიამოვნებს და იმიტომ რომ ხელფასი მჭირდება, მაგის გამო არ დავიწყებ. ამიტომ ყოველთვის მინდოდა ისეთ რაღაც მეკეთებინა, რაც ბუნებრივად გამომდიოდა. ერთხელ სანდრო ჯეჯელავას პოდკასტს უსმენდი.
და იქ ამბობს აი, როდესაც ვერ ხვდები რაში გიხდიან ფულს, სწორედ მაგაში ხარ მაგარი. მე მგონი შენი კი გაიპოვე, ხო? და ზუსტად ეგ ვიპოვე, იმიტომ რომ მე თავიდან ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, სანამდე ერთ დღეს არ დავდე. კი, LinkedIn-ზე პოსტი, რომ აი, სრულიად უსასყიდლოდ დაგეხმარებით სამსახურის მოძიებაში, თუ უკავშირი არ გაქვთ და ან არ იცით როგორ უნდა დაიწყოთ ეს პროცესი. ეს პოსტი დავდე თუ არა, არ ვაჭარბებ. LinkedIn-ი ამიფეთქდა იმდენი სამუშაოს მაძიებელი მოწყობა, მაშინ არავინ არ მიცნობდა ამ მიმართულებით. ეს კოვიდამდე იყო ისე, ეს იყო 1 წლის წინ გაზაფხულზე. ზუსტად 1 წლის წინ. შემთხვევით დავდე, აი მეთქი მოდი ვნახოთ, იქნებ საჯაროდაც გავიდე, იმიტომ რომ ამდენ ადამიანს უკვე მთელი სანათესავდა სახლობ რო დავასაქმე, მეთქი მოდი ახლა საჯაროდაც ვწდი ბედს. თავიდან ცოტა მეუხერხულებოდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საჯაროდ რაღაცას რო აკეთებ, ცოტა შიშიკაკო როგორ მიიღებს და ასე შემდეგ. მაგრამ თან უფასო იყო, რისკი არ იყო, არავის თანხას რო დაარიხდის, უფრო მარტივად მოდის და გენდობა. და მეც გავრისკე. როდის შემოვიდა LinkedIn-ი შენ ცხოვრებაში? სკოლა რო დავამთავრე იტალიიდან მოყოლებული LinkedIn-ი მაქვს, კი. ოღონდ გინდ ყოფილა გინდა რა, იმიტომ რომ მარტო პროფილი მქონდა, თუმცა LinkedIn-ის შესახებ სულ ვიცოდი, კი. დაახლოებით ალბათ რამდენი 18 წლის რო ვიყავი, 17 წლის ვიყავი რო გავაკეთე. ადამიანები შეცვალე? ანუ მაშინ თუ საერთაშორისო ხალხი ყავდა და დამატებული ახლა არ შეცვალე? თუ ყველა ყავს ვინც გემატებს? აი უფრო სტრატეგია რა არის? სტრატეგია უკვე 1 წელიწადი. მე როგორც კარიერის მენტორი პოზიციონირდი, უკვე სტრატეგია შევუმუშავე რა თქმა უნდა, აუდიტორია თითქმის ყველა მყავს, მაგრამ უმეტესად არიან HR-ები და სამუშაოს მაძიებლები და კომპანიის CEO-ები, რადგან ბევრს ჭირდება ხოლმე კანდიდატები. აუდიტორია გავფილტრე, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს პოსტი რო დავდე, რომ ყველას დაგეხმარებით უფასოდ და მომწერეთ, მაშინ წამოვიდა იმხელა ზღვა აქტიურობა, რომ მე თვითონ ვერ მოსწრებდი ადამიანების დამატებას და პასუხს და ზუსტად გეტყვი 1000-ზე მეტი რეზიუმე გადავარჩიე ინბოქსიდან და დავუბრუნე უკავშირი ყველას. როგორ? ანუ როგორ ცალხეში ჩემი შვილი მეჭირა და ცალხეში ტელეფონი და voice-ებს ვწერდი და ვეუბნებოდი ეს ასე გადააწყვე, ეს ასე გააკეთე, აქ შედი, იქ შედი. და საიდან იცოდი ეგ ყველაფერი? ანუ საიდან იცოდი რა იყო მაგალითად სწორი ან არასწორი? მე ხო რეკრუტინგშიც მქონდა გამოცდილება, მენეჯმენტში რომ ვიმუშავე, გასაუბრებებს ვატარებდი, რეზიუმები შემომდიოდა. მე ხვდებოდი, რომ ადამიანები ვერ ხვდებოდნენ ვაკანსიაზე რეზიუმე როგორ უნდა გამოეგზავნათ. აბსოლუტურად სხვა რაღაცას ვითხოვდით ვაკანსიაზე და რეზიუმე შემოდიოდა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. და ხვდებოდი, რომ ზოგადად ხალხში იყო პრობლემა. არა მარტო საქართველოში, ეს გლობალურ ბაზარზეც ასეა. მიზან მიმართულად არავინ არ არგებდა ამ რეზიუმეს, არავინ არ გვაჩვენებდა, რომ ჩვენ რა მოთხოვნაც გვაქვს იმის კანდიდატურისთვის. ანუ ერთი რეზიუმე ქონდათ და ყველგან აგზავნიდნენ. კი, ეხლაც გუშინ წინ ბარისტას ვეძებდი და იურისტებმა გამომიგზავნეს რეზიუმეები. ანუ მივხვდი რომ მისთვის კი მნიშვნელოვანია რომ იმ პოზიციაზე მზაობა აქვს რომ იმუშაოს, მაგრამ შენ უნდა დამანახო რეზიუმეში რომ შეესაბამები მე რასაც ვეძებ. ეს არის უდიდესი პრობლემა. ამას HR-ებიც გვიდასტურებენ. მე ძალიან ბევრი რეკრუტერი და HR მყავს უკვე მეგობრები არიან ჩემი და მოკლედ მათთვისაც დიდი პრობლემაა და სამსახურის მაძიებლები ხო საერთოდ მე უკვე რჩებიან ამდენი ხანი. როგორც მივხვდი, შენი თავი LinkedIn-ით დაიმკვიდრე ხო? და მე თუ არ ვცდები, შენ იყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს კარიერული მენტორი წინა პლანზე წამოწევდა. მე სხვა არ შემხვედრი არავინ. არ ვიქნებოდი პირველი. საქართველოს გულისხმობ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემამდე კარიერის კონსულტანტი, სერტიფიცირებულები და ასე შემდეგ, უბრალოდ მათ არ ქონდათ პერსონალური ბრენდი, ანუ არავინ არ იცოდა მაგათ შესახებ. და მე გავბედე უბრალოდ და ეს ჩემი ცოდნა და გამოცდილება საჯარო გავხადე და შედეგები დავდე. აქედან გამომდინარე, ბევრს უკვე мотиваცია გაუჩნდა, რომ მოდი აი სალომემ თუ გააკეთა, მეც დავიწყებ. იმიტომაც არის ახლა LinkedIn-ზე, რომ საკმაოდ აქტიურად წამოვიდა კარიერის მენტორები, რაც მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ღირებულება შეიქმნება და დასაქმდება ამდენი ადამიანი, პირიქით ძალიან კარგია. თორე დარწმუნებული ვარ, პირველი არ ყოფილა, უბრალოდ ალბათ მე პირველი გამოვჩნდი LinkedIn-ის პლატფორმაზე. ან შეიძლება ალგორითმა ისე იმუშავა, რომ ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც ეს ყველაფერი ქართულ ბაზარზე კი, ალბათ ასე იყო, იმიტომ რომ საერთაშორისო ბაზარზე ძალიან ბევრი კარიერის კონსულტანტი, კოუჩი, მენტორი არის, ჩვენთან არა და ჩემი გამოჩენიდან ძალიან ბევრი გამოჩნდა პარალელურად, მეგობრობ ძალიან ბევრთან, ზოგს კონკურენტება დაგექვა? არა, მე არა. მე არ აღვიქვამ, იმიტომ რომ ეს სამყარო ასე არ არის მოწყობილი, რატო უნდა ვარსებობდეთ მარტო ერთი ხო პირიქით. თუ შენი მიზანი მართლა გულწრფელია და გინდა ადამიანებს დაეხმარო,
მე ვფიქრობ, რომ ერთი სფეროს წარმომადგენლები პირიქით უნდა გაერთიანდეს და უფრო მეტ სასიკეთო საქმეს შემავსებლები იყოთ, ხო? ეს ცოტა ეგოისტური მომენტია ბევრ ადამიანს აქვს სხვათა შორის, რომ რაღაცა ცოტა აი გეხამუშება, რომ რაღაცა იგივე გააკეთოს. ყველას თავისი გზა აქვს, ხო, ცხოვრებაში და ბევრმა გააკეთა და ვერ გააგრძელა. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა უკან დაგხევს რა პირიქით. კი, მაგრამ ჩვენს გვეუბნებიან ხოლმე, რომ ჩვენი დუერის იდეას როცა უზიარებთ ადამიანებს, გვეუბნებიან, რომ ეგ არ იმუშავებს და ამ ბაზარზე არ არის და სხვაგან უნდა გაიტანო და ნუ იდეაში შენ როცა იცი და გულიდან და გულწრფელად როცა აკეთებ რაღაცას, ანუ ნიშნობა არა გვინდა გელაპარაკება რა, ანუ ბოლომდე აკეთებ. აი, პირველი ეპიზოდიც ჩვენ რო ჩავწერეთ დუერთორსი. უამრავი უკავშირი შემოვიდა. პირადად ჩემთან, რომ ესე გაკეთეთ, ესე ჯობს, ესე იქ გაიხედე, აქ გამოიხედე, იმას ნუ ამას ნუ და დავფიქრდი, რომ ანუ ყველას აზრი რო გავითვალისწინო, უბრალოდ მე აღარ ვიქნები რა და დუერი აღარ იქნება, იმიტომ რომ ყველას აზრი წინაზე მე და თორნიკეც ამაზე ვლაპარაკობდით, რომ ყველას აზრი უნდა მოისმინო, უნდა გაიგო, მაგრამ უნდა ეცადო, რომ ისეთი რაღაცები აიღო, რა ჩვენთვის მორგებულია და ყველას არ უნდა უსმინო და არ უნდა გაითვალისწინო. უბრალოდ, ანუ ქრები, შენ აღარ ხარ რა, სხვისი აზრები ხარ. შენ ვერ მოერგები ყველას. აი ეს შეუძლებელია და ყოველთვის ჩემი საყვარელი ფრაზაა, თუ გინდა არაფერი არ გააკეთო, უნდა კითხოს სხვებს აზრი. აი არაფერი არ გამოგივა, იმიტომ რომ რამდენი ადამიანიც იმდენი აზრია და ყველა თავისი შიშებიდან და რეალობიდან გამომდინარე გაძლევს რჩევას. ერთადერთი ვისაც შეგიძლიათ აიყრნო, როცა რაღაცა გინდა, არის შენი თავი და ის მხარდამჭერი ადამიანები, რომლებიც ხო შენ გზაზე იქნებიან და იზიარებენ შენს ღირებულებებს. სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს. ხო, სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ, ერთ-ერთი უკავშირი ესეც იყო, რომ კამერაში გამოიხედე ხოლმე და გვითხრაი, რომ გამოგვიწერეთო. და გეუბნებით მეგობრებო, რომ გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ. კითხვებიც გამოუშვით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შეამჩნევდით, რომ თეთრი ჭიქები გვაქვს, ეგ იმას ნიშნავს, რომ სპონსორი არ გვყავს და შეგიძლიათ რომ დაგვასპონსოროთ და გაგიმარჯოთ. წყლით სხვათა შორის. შემდეგი კითხვა ესეთია, რო შეადარო და რო გითხრა, რადგან საერთაშორისო ბაზრის გამოცდილებაც გვაქვს, საერთაშორისო ბაზრის და ქართული ბაზრის შენეული დაკვირვებები. ანუ ჩვენ ამ პოდკასტში ვამბობთ იმას, რომ არ დებთ თავს, რომ ყველაფერს ასაც ვილაპარაკებთ იქნება ექსპერტული და 100%-ით მართალი. უბრალოდ შენი დაკვირვებები, შენ რაზე მაგალითად რა აზრი გაქვს ქართულ ბაზარზე ან საერთაშორისო ბაზარზე. ზოგადად ეს ბაზარი არ მომწონს სიტყვა, მაგრამ უბრალოდ ვერ ვხვდები რითი შეიძლება რომ ჩავანაცოთ. ანუ შეიძლება მარკეტი, მაგრამ ეს მარკეტიც ცოტა არ მომწონს. შეგიძლია ხო შემისწორო, ან რაღაც თუ არის შრომის ბაზარი, ესე მოიხსენიებ ხოლმე და ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს მართალი ხარ. განსხვავება არის, რა თქმა უნდა. დიდი განსხვავება არის, მაგრამ არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზეც ყველაფერი იდეალურად არის. იქაც არსებობს პოზიციები, სადაც გონია რომ ერთ საქმეზე აგიყვანეს, მაგრამ ბევრი სხვადასხვა როლები უნდა შეითავსო. იქაც არის ცოტა უხეში მენეჯმენტი, არაეთიკური, მოკლედ პრობლემები ყველგან არის. ეგ ყველაფერი იცი შენი გამოცდილებით, თუ მათ შორის ვისაც ვქოთ რეკომენდაციებს უწევ და სიუებს გადაურჩევ იმ ადამიანების ორივე. მე იტალიაშიც მიმუშავია და ესპანეთშიც. და მყოლია საქართველოშიც საერთაშორისო კომპანიებშიც და პრობლემები ყველგან არის, მაგრამ საერთაშორისო ბაზარი შედარებით უფრო განვითარებულია, იმიტომ რომ იქ ორივე მხარე მიცის და გააზრებული აქვს თავისი უფლებები. რაც ჩვენთან არ არის ჯერჯერობით და დასაქმებული უფრო დაჩაგრულია ჩვენთან, იმიტომ რომ მისი უფლებები არ არის დაცული და მას ეშინია ნებისმიერი კომენტარის გაკეთების კი. HR-თან ვერ შედის ადამიანი და ვერ ესაუბრება, იმიტომ რომ გონია რომ რაღაცა პასუხი ელემენტარული რაღაც კითხვა რო დასვას, სამსახური არ დავკარგო. შიში არის სამსახურის დაკარგვის. კი, სხვათა შორის მაგაში გეთანხმები, მე ვისთანაც მქონია ურთიერთობა შეხება, არიციან რომ overtime progress ქართულად. overtime არა და არის ზეგანაკვეთური რომ უნდა აუნაზღაუროს არიციან. არიციან რომ გაფიცვის უფლება აქვთ მაგალითად. არიციან როგორ უნდა მოიქცენ როცა იგვიანებენ სამსახურში, ან ადრე მიდიან სამსახურში, ან ადრე მოდიან. არიციან რომ როცა მაგალითად დეკრეტულ შეებულებაში არიან, როგორ უნდა, ანუ ეგ მართალი ხარ, ანუ არიციან ეგ და საერთაშორისო ბაზარზე ანუ ამბობ იმას რომ უფრო გათვითცნობიერებულები არიან მარკ კუთხით. აი თუნდაც ორსულობის თემა ყველაზე რთული ქალებისთვის რაც არის, რომ
რამდენი ადამიანი მალავენ, მწერს და ხო? მეუბნება რომ რა ვქნა სალომე როგორ მოვიქცე ფეხმძიმედ ვარ და ვერ ვამბობ სამსახურში. იმიტომ რომ არის შანსი რომ გამაგდონ. ანუ მან და აი როც ტანში ჟუანტელი მივლის, იმიტომ რომ აი რა უნდა უთხრა. უნდა უთხრა, უნდა დამალო, სანამ მუცელი არ დაგეთყობა, უნდა დამალო, იმიტომ რომ მართლა შეიძლება და გაგაგზავნო. როგორი სარქმელია? აი როგორი სარქმელია? ხო, რეალობა რო ეგ არის. საერთაშორისო ბაზარზე როგორ არის ეგ? ძალიან დაცულია მაგ მხრივ, ვერ გააგდებ. ვერ გააგდებ, იმიტომ რომ ის როგორც კი წავა გიჩივლებს, 100 მაგი დაგიჭდება ეს შენი საქციელი, რომელიც არა ადამიანურია პირველ რიგში. ასევე არის რომ არავის არ უნდა დეკრეტის გადახდა, ის 6 თვეც ძალიან ეძვირებათ. მე მესმის რომ შეიძლება სტარტაპი იყო და არ ქონდეს, მაგრამ შენ შეგიძლია ალტერნატიული ადამიანური გზა შესთავაზო ამ ადამიანებს და მინიმუმ არ გააგდო, მაგრამ უთხრა რომ აი კი ბოლომდე იყავი, მაგრამ დეკრეტულად ფიზიკურად ვერ გადაგიხდი და რაღაცნაირად დაეხმარო. კომუნიკაციის პრობლემა არის. ყველაფერი მე მჯერა რომ ყველაფერი მოგვარებადია, თუ ადამიანები ადამიანურ კომუნიკაციას ვისწავლით. ისაუბრებენ. კი, გასაუბრებენ. შეთანხმდებიან. მისი პრობლემაც არის ჩვენთან. გასაუბრებს. კი, გასაუბრებს. ზემდგომია და ზედმეტად აროგანტულია, დასაქმებულია და ეშინია და ხმას მაგიტო ვერ იხებს და ეს ორი ადამიანი ფიზიკურად ერთად რო დააჯინო კომუნიკაციაზე ვერ გამოვა. შენ იმას ამბობ, მე თუ სწორად გავიგე, რომ ის პრობლემაა, რომ ჰორიზონტალური მოწყობის მაგივრად ჩვენ გვაქვს ვერტიკალური მოწყობა, როცა დირექტორი ფაქტობრივად ზემოდან გიყურებს და შენ ხმას ვერ იღებ, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური ტერმინი ესეთი არსებობს, დასწავლილი უმწეობის გამო გგონია, რომ ეს შენზე ზემდგომი ან გაგაგდებს, ან რაღაცა შეგიზღუდავს. კი და ჯენზი მაგიტო არ უყვართ სხვათა შორის, იმიტომ რომ არ ითმენს ბევრ რაღაცას, რასაც ჩემი თაობა და ჩემსიკეთ თაობა ითმენს და შესაბამისად პირდაპირეუნებიან ხო ყველაფერს. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი ზომიერება და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც ყოველს ვეუბნები, რომ როდესაც შენი უფლებები ირღვევა და აი სამსახურ როდგები და გეზიზღება სამსახურში წასვლა აი დროა წამოხვიდე. კი, ორშაბათიც ტყუილად შეგვაზიზღეს, მაგის გამო ჩემი აზრით, მე მაგალითად ორშაბათი რო დგება, ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა. ვიღაცისთვის არ არის ჩვეულებრივი დღე. ან თან მესმის რატომ არ არის? იმიტომ რომ მეც მიმუშავია ეგრე, რომ ორშაბათს გაგვიძება არ მინდოდა. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ მივდიოდი და აი მეთქი არა, ოღონდ ეს არა. თან ისიც არის, რომ უცებ მაგალითად ქართულ ბაზარზე შუბლებას ვერ იღებ ეგრე უცებ. day-offs ვერ იღებ, sick days ვერ იღებ, ან როცა გაცებული ხარ, უნდა დარეკო, უნდა შეათანხმო, მე იმან უნდა შეათანხმოს ვიღაცასთან, მე ვიღაცასთან და ასე შემდეგ. საერთაშორისო ბაზარზე მე მგონი ეგეთი პრობლემები არ არის. კი, მოქნილობა გაქვს. ხელსაწყოებს იყენებენ. ანუ ეს ამას რატო ვლაპარაკობთ ხო? ანუ ვიღაცის დაძაგება არ გვინდა, ანუ ჩემი მიზანი ეგ არ არის, მე მიზანი ის მაქვს, რომ იქ რა ბენეფიტებიც არის, იქნებ ჩვენც გადმოვიღოთ, რომ უფრო მეტად გაჯანსაღდეს ეს ყველაფერი და უფრო მეტად ის რომ გუშინ შემხვდა სხვათა შორის ეგეთი ლინკი, რომ ყველაზე ტოქსიკურია ის დამსაქმებელი, რომელიც ყოველთვის ვიღაცას ეძებს რა. ანუ ვერაზროს ვერ პოულობს ადამიანს და ყოველთვის ერთი და იგივე ვაკანსიაზე სულ ღია როა და კი სულ რეკრუტინგი მიდის რა. რომანტიზებული მიდგომაც რომ ნუ იმიტომ ვაცხადებთ, რომ ბევრს ვაწინაურებთ და ეგ არ გამიგია მე. კი, ასეთი მიდგომაც. ყოველთვის უარყოფითი არ არის. ყოველთვის როცა კანდიდატს ეძებს კომპანია, მაგრამ როდესაც შედიხარ და ეს კომპანია არის საკმაოდ პატარა და არ საჭიროებს ამდენ კანდიდატს, უკვე მან red flag-ი როგორ არის? წითელი დროშა არის და რაღაცა ეჭვები ჩნდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ამას არნიშნავს, ზოგჯერ არის კანდიდატი მიდის თავისი მიზეზებიდან გამომდინარე, ყოველთვის ისი არ არის მართლა, რომ სულ მენეჯმენტის ბრალი იყოს, რა თქმა უნდა, უმეტესწილად არის. ამიტომ რახან ეს უმეტესწილად ხშირად მეორდება, უკვე ავტომატურად ყველა მიზეზი გადაბრალებულია ხოლმე კომპანიის მენეჯმენტს და ეს არის ხოლმე სტატუსების ასე ვთქვათ, კი. დადება, კი. რადგან ბენეფიტებზე საუბრობთ სარგებელზე. მინდა რომ შენ დაკვირვება გაგვიზია, რომ რა არის საერთაშორისო ბაზარზე ბენეფიტი, ანუ სარგებელი, რაც საქართველოში არ არის და გინდა რომ ვთქვათ, იქ რაც არის, აქაც იყოს. მეც მაქვს რამდენიმე ჩამოწერილი და მეც გავიზიარებ. პირველი რაც მახსენდება, მე-13 ხელფოსია. მაგრამ რამდენიმე კომპანია სხვა შორის აქვს გამაოცეს პირველივე გასაუბრებაზე მითხრეს, რომ თქვენ გექნებათ მე-13 ხელფასი და რეალური ბონუსები. კი. და KPI როგორ არის ქართულად? Key Performance Indicator. დაგვივლეთ მეგობრებო. დაკვირვების რეჟიმში ადამიანი, რომელმაც იცის რა როგორ უნდა შეასრულოს და თვის ბოლოს მიზნები, მე მგონი მიზნები ხო? მიზნები, კი, მარტივად რო თქვა და აი გაყიდვების მენეჯერი ვარ და ჩემი გეგმა თვიდან თვემდე ეს არის, ხო? ამას რო შევასრულებ, მე იმ დაპირებულ
ბონუს მართლა მაძლევს კომპანია. მართლა მაძლევს რას ნიშნავს? შეიძლება რომ არ ჩამირიცხოს? შეიძლება. ჩვენთან ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები და ძალიან ბევრი კანდიდატი მწერს ამას, რომ მოტყუებულია და ბონუსი რაც დაპირდნენ და გასაუბრებაზე იყო, ის რეალობაში არ აღმოჩნდა და მოკლედ რიგი პრობლემები. ამას რო ვილაპარაკო, ძალიან ნეგატივისკენ წავალთ და მოკლედ მოდი სარგებლები ვთქვათ, რომელიც გვინდა რომ იყოს ქართულ ბაზარზე. აი ხელფასი, ნამდვილად დასვენების დღეები, ანაზღაურებადი შვებულება და ის რომ ადამიანი მართლა ცუდად არის, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა манипуляციები არ და რამოდენიმეჯერ გაგიგებს უფროსი და ეგრევე ცნობა მომიტანი არ არის და გეტყვის რომ ხო არ შეგიძლია სახლიდან იმუშაო, იმიტომ რომ დღეს მართლა გაციფრულდა ყველაფერი და არის იმის შესაძლებლობა ბევრ პოზიციაზე, რომ დისტანციურად და ჰიბრიდულად იმუშაოს ადამიანმა. რაღაცა აი გაგება არის, ბენეფიტი ეს გაგებაც, იმიტომ რომ ჩვენთან გაგებაც არ არის. ამას დიდი ბენეფიტი რა გინდა, როდესაც უფროსი შენს მდგომარეობაში შემოდის, ეს მენეჯმენტი იქნება, HR თუ ნებისმიერი ადამიანი და ყველაზე მეტად დიდი мотиваცია ადამიანისთვის რა არის სამსახურში? ანაზღაურება. მანდ მივდივართ. არავის არ გვინდა ეს ვაუჩერები და ყავა და ასე შემდეგ. ყვება კარგია, მინდა გითხრა, იმიტომ რომ ყვებაში ხელა ფული იხარჯება, ხელფასის 70% გამოძახებაში. საერთაშორისო ბაზარზე არის ეგ? ყველგან არა, პირდაპირ ვამბობ, მაგრამ ბევრ კომპანიას აქვს დანერგილი ოღონდ ლანჩები და არა ისე, რომ რაღაცა გრანდიოზულად მიერთვა იქ პროცესში. თუმცა ანაზღაურების მხრივ ისი არის იქ პროდუქციის ფასიც ნორმალურია შედარებით, ანაზღაურებაც ნორმალურია და კვების მომენტი არ უჭირს ადამიანს და ჩვენთან კვება უკვე პრობლემაა. იმიტომ რომ ხო ძალიან სიძვერია ქვეყანაში და ხელფასიც არ გაქვს იმდენი. მე გეთახმები ყველაფერში. ერთადერთი დავამატებდი 4 სამუშაო დღე რო აქვთ, ეგ მიყვარს და იმ რამოდენიმე ქვეყანას. კი, რამდენიმე ქვეყანას და საქართველოში რომელიღაც კომპანიას აქვს, ოღონდ არ მახსოვს სახელი, თორე ვიტყოდი, იმიტომ რომ ესეთი კომპანიები არის დასაფასებელი. ერთ-ერთი LinkedIn-ზე შემხვდა პოსტი. ქართველს ეწერა, რომ ჩვენს კომპანიაში 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი. უნდა მოვძებნო მართლა და უნდა შევაქოთ, ხო, იმიტომ რომ იქნებ მიბაძონ სხვებმაც. ძალიან კარგია, პროდუქტიულია თანამშრომლისთვის, პროდუქტიულია კომპანიისთვის. თანამშრომელი არ არის გადაღლილი, მთელი 5 დღე და მე შაბათ-კვირას ვერ იღრგენს ენერგიას და მოდის და კარგად არის თანამშრომელი, რა თქმა უნდა. და კიდევ რამდენიმე კომპანიას აქვს ქართულ ბაზარზე. არასტევი მოკლე დღე. ანუ 4 საათს როცა მუშაობენ და ეგ ძალიან მომწონს. მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა, ეგ მომწონს ძალიან და ერთ-ერთ კომპანიას აქვს, რომლის სახელსაც არ დავასახე. იმიტომ რომ მე ყველა მიცის რა კომპანიაზე ვსაუბრობთ და კარგი იქნება რომ ეგ უფრო მეტად სარგებელი უფრო მეტი იყოს, რა თქმა უნდა, ვიდრე უარყოფითი. უარყოფითი რა თქმა უნდა ყველგან არის, საერთაშორისო ბაზარზეც ბევრი უარყოფითია. ქართულ ბაზარზეც ბევრი უარყოფითია, მაგრამ შენი თქმის არ იყოს უარყოფითებზე რო ვილაპარაკოთ, შედეგიც არ იქნება არაფერი. უბრალოდ გამოგვივა რომ რაღაცებს ველაპარაკებით და კარგ რაღაცებზე ყურადღებას არ ვამახვილებთ და მოდი ეგეთი სტრატეგია ვქონდეს, რომ კარგი რაღაცებზე გავამოხოთ ყურადღებას, გამოსავალზე ვილაპარაკოთ. ჭირს დღევანდელ რეალობაში. კი, ნამდვილად. უფრო წუწუნის რეჟიმია და ცუდი ესე ხდება. ვიღაცა ხო შეიძლება გამოვიდეს და ამდენი ვილაპარაკოთ გამოსავალზე, იქნებ რაღაცა შეიცვალოს რა. ამიტომაც არის რომ ბევრ ადამიანებს ეს мотиваციური რაღაცები არ მოსწონთ. გამოსავალს როს თავაზე არ მოსწონს, იმიტომ რომ ის ნეგატივშია და ურჩევნია წუწუნში აყვე ბოლოს და ესე. უფრო გენდობა. Good. გეთახმები მეც. მე მაინტერესებს LinkedIn-ი, როგორც სოციალური ქსელი, რამდენად მნიშვნელოვანია დასაქმებაში და რატო გეკითხები მაგას. ჩემი პატარა ისტორიას რო გავუზიაროთ მაყურებელს, ეგეთია რომ მეც ჩავაბარე იურიდიულზე, თესეუელი ვარ მეც. და ძალიან მალევე მივხვდი რომ ამ საქმის გაკეთებაში მე ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. და წამოვედი. მე ერთი წელი ვიყავი ამერიკაში, იქ მუშაობდი, სწავლობდი, სანამ წავიდოდი, მანამდეც მეუბნებოდნენ, რომ არაფერი გამოგივა, მაგის გამო ვიზას არავინ არ მოგცემს, მაგრამ ისე ავიღე ვიზა, არავინ არ იცოდა, ავიღე ვიზა და მე დაურეკე ჩემ მშობლებს, რომ მეთქი დედა, მამა მივდივარ და შოქში იყო ყველა. და ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა ამერიკიდან დავბრუნდი, LinkedIn-ზე რო დავჯექი, ჩემი 500 იურისტი კონექშენებიდან ყველა წავშალე სათითაოდ და ყველაზე დიდი შვება იყო ეს ჩემთვის, იმიტომ რომ ვიგრძენი, რომ ამ სფეროდან გამოვედი და სხვა სფეროში შევდივარ. რაც უფრო ბევრი დრო გადის, მით უფრო მეტად ვაფასებ იმ 4 წელს, რაც მე თესეოში ვისწავლე. იმდენად ბევრი უნარი მომცა.
იმდენად ბევრი ადამიანების წრემომცა, რომლებმაც ჩემი უნარები გაუმჯობესეს, ჩემი მეტყველება გაუმჯობესეს, ჩემი არ ვიცი, ბევრი ისეთი მიზან მიმართული თუ მიზან დასახული ადამიანი მყავს ჩემ გვერდით, რომ ეს ადამიანები мотиваციას დღემდე მაწევენ. მე რა იურისტები არიან. მე სხვანაირად ვიყენებ მათ ყველაფერს და LinkedIn-ი საერთოდ არ ვიცოდი რა იყო. ძალიან გვიან გავიგე მე პირადად რა იყო. და ფაქტობრივად 0-დან დავიწყე მეც ეს ყველაფერი. ვერ ვიტყვი რომ პოპულარული ვარ ძალიან LinkedIn-ზე, მაგრამ რომ მიკომენტარები ხოლმე ძალიან მიყვარს. და მიყვარს ხოლმე უარყოფით რაღაცებსაც რომ მიკომენტარებენ, იმიტომ რომ კარგი შანსია, რომ უფრო მეტად ჩაეძიო, რას გეუბნება, რას გულისხმობს და ასე შემდეგ. კი, კონსტრუქციულ კრიტიკას მივესალმებით და არა ლანძღოს და ცინიზმს და ასე შემდეგ. უკუკავშირი როცა მოდის, ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ მაგ უკუკავშირზე დაყრდნობით მე შემიძლია რაღაცები გავაუმჯობესო. და აქვე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაგვიკომენტაროთ ჩვენს YouTube ხარხზე. და მე მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან ამ 2025 წელია. ჯენზი თაობა ახსენე, ონლაინ ჰიბრიდულიც ახსენე. საერთაშორისო ბაზარიც ვახსენეთ, ქართული ბაზარიც ვახსენეთ. LinkedIn-ი აქ სად არის? ეგ მაინტერესებს. და კიდევ ხომ არ გახსენდება რომელიმე სოციალური ქსელი, სადაც ადამიანს შეუძლია რომ დასაქმდეს. LinkedIn-ი მე იმიტომ მიყვარს, რომ მხოლოდ ეგ მიმართულება აქვს აღებული, იდეაში მაგიტო შეიქმნა, მაგრამ მეც დავუჭირე ესა რო ვთქვათ, მაგის არ ვიცი, მუღამი, როგორ ვთქვა, მუღამი. და ძალიან მომწონს. შენ პოსტებსაც რო ვხედავ, ძალიან მიხარია და მომწონს და რა ვიცი, ლაიქები მოდის ჩემგან და მაინტერესებს სად არის ქართულ ბაზარზე LinkedIn-ი. უკეთესად არის დღეს, ვიდრე იყო 1 წლის წინ, 2 წლის წინ და ძალიან მიხარია. ამას წინათ ვკითხულობდი კვლევას, არ ვიცი რამდენად მართალია. ქართველი მოსახლეობის 17%-ია მხოლოდ LinkedIn-ზე დარეგისტრირებულია. მე ერთ სხვადასხვას მე ბევრა კიდევაც, არა? ცოტაა? ვიცი, აი თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სოფლიოს მასშტაბით 700 მილიარდი ადამიანია თუ არ ვწდები LinkedIn-ზე, არ მინდა ამერიოს და აქედან 1% აქტიური მარტო. იმის გათვალისწინებით ჩვენთანაც პატარა ქვეყანა ვართ და ალბათ ნორმალური ციფრია 17%. რაც შეეხება ძალიან პროფესიონალური პლატფორმაა, უბრალოდ COVID-ის მერე შეიცვალა. ადამიანები სახში რო ჩაჯდნენ, რაღაცნაირად უკვე დაიწყეს თავიანთი უნარების და შესაძლებლობების გამოვლენა, თვით გამოხატვის საშუალება გახდა. ეს არ არის არც Facebook-ი, არც Instagram-ი, არაფერი, უბრალოდ მას ჰქონდა პოსტების და ახლა უკვე ვიდეოების გაშიარების ფუნქციაც დაემატა, გაზიარების და რაც უკვე ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ გამოავლინო შენი ნიჭი, რაში ხარ მაგარი, დამანახო, იზრუნო შენს ბრენდზე ისე, რომ იქეთ მოვიდეს შესაძლებლობები და იქეთ მოგწეროს დამფუძნებლობმა, HR-ებმა და შემოგთავაზოს უკვე ერთჯერადი ეგეთი რაღაც არსებობს, რომ იქეთ მოგწერონ? კი, მე მწერენ უკვე. კი, წერენ. უნდათ რომ მათ კომპანიისთვის იმუშაო, ხო? ძალიან ბევრი შემოთავაზება მომივიდა, ეხა უკვე მუშაობ მაგაზე LinkedIn-დან. ოღონდ იმის შემდეგ, რაც მე ძალიან ბევრი ვიწოლე და ჩემი ბრენდი საკმაოდ ასე ვთქვათ, ავამუშავე იმისთვის და ეს პოსტების წერა არ არის მხოლოდ და ადამიანს გონია რომ ყოველდღე რომ დაწერს რაღაცას დღეს თოვს. თან მარტივი არ არის. ხო, არ არის მარტივი და LinkedIn-ის ალგორითმიც შესასწავლია. მე ღამებს ვათენებდი. LinkedIn-ის პოსტების სტრუქტურის წერა რომ ესწავლა, ძალიან ბევრ კრეატორს ვადევნებდი თვალყურს და მათი ინფორმაციული პოსტებით და კონტენტით უამრავი რამებს ვისწავლე და დავხვეწე ტექნიკები, რა თქმა უნდა. დაახლოებით 3-4 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ზუსტად მიმეგნო რა მუშაობს და რა შემთხვევაში გაგივარდება პოსტი, რა შემთხვევაში იქნება, შენ როგორ უნდა მოიქცე, რომ დაამყარო ურთიერთობები ადამიანებთან და ასე შემდეგ. შენი მიზანი რა იყო? მან ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, როცა ეგრე ძალიან მუშაობ რაღაც კონკრეტულ საკითხზე, შენი მიზანი რა იყო, რომ მაგალითად ადამიანებს შენ შესახებ გაიგოთ? თუ ესეც დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო, სადაც პერსონალურ ბრენდს ქმნიდი. თუ არ იცოდი ვთქვათ მაკეტ ხარისხი, თავიდან არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. უბრალოდ აკეთებდი. უბრალოდ ვაკეთებდი და რაც გულით მინდოდა და მჯეროდა, ვთქვი, რომ მე ხომ ჯერა ამის რაც კარგად გამომდის და ეხლა მოდი უნდა დაგიმტკიცო, რომ მართლა შედეგებს ვდებ. და ვიღაცა უბრალოდ სალომე არა ვარ, რომელიც უბრალოდ ფულს იღებს რეზიუმეში და მორჩა. თავიდან 3 თვე უფასოდ ვიმუშავე. და ეს ადამიანები რომ დამიბრუნდნენ და დასაქმებულები და კმაყოფილები, მან დაფეთქდა უკვე ყველაფერი, იმიტომ რომ პოსტებში მთაგავდნენ, მადლიერებას გამოხატავდნენ, რეკომენდაციები
ის გათენებული ღამეები და შრომა, რომელიც უფასო არის და ბევრი ამას არ გააკეთებს, იმიტომ რომ უფასო თითიც არ უნდა გაანძრიო თურმე, მე ესე არ ვუყურებ. ოი, გამოთქმა არსებობს სხვა შორის, რომ უფასოდ არაფერი არ გააკეთო, შეიძლება სხვისთვის არ უნდა გააკეთო, მაგრამ მე ჩემი მიზანი მქონდა, მე რანაირად დავანახებ, ტესტავდი, როგორ დაგაჯერო მე შენ რომ მაგარი ვარ, თუ შედეგი არ განახე. მარტო ის რომ დედა დავასაქმე და მეუღლე ან მეგობარი არ არის იმის ინდიკატორი, რომ შენც დაგასაქმებ რა. მე უბრალოდ ვიცოდი სწორედ რაში იყო პრობლემა და ეს დიდ აუდიტორიაზე გავიტანე, სწორედ იმიტომ რომ ხალხს დაინახა რეალურად რა შედეგებზე გაყავხა კარიერის მენტორს ან კონსულტანტს. და გამომივიდა. კი, ნამდვილად გამოგივიდა ჩემი აზრით. რომ მართლა ვიშრომე. პირდაპირ ვიძახი და ეს ასე არ მოსულა რომ რაღაცა არ გაგიმართლა შენ? ჩვენ გაგვიმართლა ძალიან რო იცოდე, ანუ ბევრ ხალხს გონიათ რომ უბრალოდ გიმართლებს და ჩემი აზრით გამართლება მოდის როცა ძალიან ბევრს შრომობ და ბევრ შრომაში გულისხმობ ძალიან ბევრჯერ დაიცემი, ძალიან ბევრჯერ ადგები, ძალიან ბევრჯერ ვიღაცა გეტყვის რომ ეს არ გამოგივა და მართლა არ გამოგივა და მე ის გეტყვის რომ ხო გეუბნებოდი, აი რატო დახარჯე ეგენები და საერთოდ LinkedIn-ზე რა გინდაო ვინ იყენებსო საქართველოსშიო და საერთოდ არ გჭირდება არაფერშიო და ამდენი დიპლომი რო გაქვსო CV-ები უნდა აკეთოო ესეც მითხრეს. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ სხვას რო აბედნიერებ და ეს რო შენი საქმეა და თან რო ორგანულად სიამოვნებს, ამაზე დიდი, რა ვიცი, სიამოვნება არ არსებობს. თითქოს მუშაობ, მაგრამ არ მუშაობ, მაგრამ ძალიან მიხლები, უბრალოდ რო არ მიყვარდეს ეს საქმე. ემოციურად მე მგონი, ხო? ემოციურად რთულია. მხარდაჭერის გაცემა, მოსმენა, სტრატეგიის დასახვა, ეს ვიღაცისთვის მარტო CV და LinkedIn-ია, მაგრამ აბა ჩვენ ვკითხე, ვინც მუშაობთ, იმის უკან რამხელა არამეა. ბარემ მე მგონი ძალიან ბუნებრივად მივედით, მინდა რომ გველაპარაკო შენს ახალ პროდუქტზე. მე თვალს გადევნებ რა თქმა უნდა, ვიცი რომ ჩაუშვით უკვე, მაინტერესებს დეტალურად გითხარი, მაყურებელსაც უთხარი, რას აკეთებ, როგორ აკეთებ, ვისთვის აკეთებ, ვისთვის არის ეს ყველაფერი. კურსებს გულისხმობ ალბათ? ხო, ყველაფერს გულისხმობ, სერვისებსაც გულისხმობ შენსაც, კურსებსაც გულისხმობ და ნელა ეტაპობრივად გითხარი და მოგყვები. კი ბატონო, სერვისებში რას შედის ადამიანს, რომელსაც არ აქვს უკავშირი, აღგზავნის რეზიუმეებს, გონია რომ LinkedIn-იც კარგი აქვს ყველაფერი, მაგრამ შედეგს ვერ პოულობს და ვერ ნახულობს, ამ შემთხვევაში უკვე მიკავშირდებიან, ერთი რეზიუმეს გადახედვა მჭირდება და ვსვამ რამოდენიმე კითხვას. თუ იცი სად გინდა რომ მიხვიდე, რა პოზიციაზე გსურს დასაქმება, ხშირ შემთხვევაში იციან და მაინც არ აქვთ უკავშირი და ამის მიხედვით უკვე მისი ბექგრაუნდიდან გამომდინარე ხდება გადაწყობა რეზიუმესი და აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე მე ვიგებ მის შედეგებს, რა როგორ გაუკეთებია. ეს ავტომატურად სივს უკვე აწყობს ისე რომ ეფექტური არის, მიზანმიმართულია პოზიციაზე და ვიცის უკვე სად უნდა გააგზავნოს და ასევე გასაუბრებისთვისაც ამზადებს, იმიტომ რომ მის შედეგებზე ვაფიქრებ, რომელზეც აქამდე არ უფიქრია. ყველას გონია რომ რაღაც პოზიციაზე არაფერს არ აკეთებს განსაკუთრებულს, მაგრამ მე რო კითხვებს ვუსვამ, აი გაყიდვებში მაგალითად ეს რამდენი პროცენტით გაუმჯობესია გაყიდვები, გუნდის პროდუქტიულობა როგორ გაიზარდა ამ ქმედებების შემდეგ. ამ კითხვებით მე უკვე ამოვწევ წინ მის მიღწევებს. ფაქტობრივად რეფლექსიას აკეთებ, ხო შენ? კი და ამ ყველაფერს წერ რეზიუმეში, ოღონდ ორგვერდს არ უნდა გაცდეს და ეს არის ყველაზე დიდი სირთულე ადამიანისთვის, რომ მოკლედ წარმოაჩინო შენი მთლიანი ისტორია. თან იმ კონკრეტულ სამსახურთან მიმართებაში უნდა იყოს, ხო? ასევე არის ადამიანები, მე არ ვაკეთებ თვით გამორკვევას პროფესიულს, იმიტომ რომ ეს უკვე კონსულტანტების საქმეა, პროფესიული თვით გამორკვევა და რამოდენიმე სესიას მოითხოვს და ანუ მე თუ არ ვიცი რა მინდა რომ ვაკეთო, მე შენთან ვერ მე შემიძლია გირჩევ ბაზარზე რა არის აქტუალური, სად არის კარგი ანაზღაურება, რა არის მოთხოვნადი, მაგრამ თუ არ იცი რა გინდა, ჩემთან არ მოდიხარ. იმ შემთხვევაში მოდიხარ თუ იცი რა გინდა და ვერ მიდიხარ იქამდე. და სფეროს მნიშვნელობა არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა. მე ტექ სფეროში ვარ თუ არ ვარ ტექ სფეროში, შემიძლია მოვიდე, განახო ჩემი CV, ჩემი LinkedIn და ასე შემდეგ. კი. ოკეი, ძალიან კარგი. კიდე რამეს ხوار დაამატებ? კიდე დავამატებ, რომ კურსებიც ჩავუშვი უკვე, იმიტომ რომ ფიზიკურად ერთი ადამიანი ვარ და რესურსი რო არ მყოფნის, მინდა რომ ბევრ ადამიანს დავეხმარო და შედარებით მოკლე დროში და პირველი კურსი ერთ კვირაში მაქვს, შეიფსო ეგრევე ადგილები, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან სისტემატიურ სახეს მივცემ. როგორი კურსი არის თუ შეგიძლია? ონლაინ არის ყველაფერი დისტანციურად, 2 საათი იქნება ჯამში და აბსოლუტურად ყველას ავუხსნი, როგორ უნდა დაგეგმოს სამუშაოს მოძიების პროცესი AI-სთან დახმარებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, იმიტომ რომ ძალიან შეუმცირებს დროს
დროს რეზიუმეს დაგენერირება იქნება ეს ოღონდ სწორად, იმიტომ რომ უმეტესობა მოდის უკვე ხელოვნური ინტელექტის რეზიუმებით, მაგრამ შედეგი მაინც არ აქვთ. მე იმ ხრიკებს გავუზიარებ ზუსტად რაც დაჭირდებათ თითოეულ ადამიანს იმისთვის, რომ უფრო შესამჩნევი გახდეს. LinkedIn-ზე როგორ უნდა გამართოს ისეთი პროფილი, რომ ყურადღება მიიპყროს და დაისერჩოს არა. მოძიებადი გახდეს რეკრუტერებიდან და ასე შემდეგ. ყველა ის ეტაპი, რაც მე ვიცი, რასაც ინდივიდუალურად ვაკეთებ. დატესტილი გაქვს და იცი რომ მუშაობს 100%-ით. დღეს და ხვალ არა, მაგრამ ამ მეთოდების შემდეგ 1-დან 2 თვემდე თითქმის ყველა დასაქმებულია. იმიტომ რომ ეს ხალხი მიბრუნდება. იმ შემთხვევაში რა ხდება, თუ ყველაფერს შევეცდები და გავაკეთებ რასაც მეტყვი და მაინც არ არის რაღაცას არ აკეთებ სწორად. მაშინ მოდიხარ და მეუბნები. ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ხოლმე, რომ აბსოლუტურად სხვა ვაკანსიებზე იწყებს რეზიუმების გაგზავნას. ჩამოყალიბდებით, აი უნდა შესყიდვების უფროსი იყოს, ხო? და უცებ აღმოაჩენს, რომ e-კომერციაშიც შეუძლია და რო უყურებს ვაკანსიას, იმას რო გონია რომ შეუძლია ამ შესყიდვების სივრს აგზავნის კომერციულ დირექტორზე და ისინი რო არ ურეკავენ, აი რატო არ მირეკავენ. ამიტომ ფოკუსი დავიდანვე ჩამოყალიბება სადგინდა აუცილებელია იმისთვის რომ მიხვიდე იქ სადაც მიდიხარ. და ეს არის ხოლმე შეცდომა. ამას მე პროცესში ვიგებ, იმიტომ რომ მიბრუნდებიან იცი, აი გავიდა 2 კვირა და საერთოდ არ არის გამოხმაურება. გავიდა 1 თვე. აბა გამიზიარე სად გააგზავნე რეზიუმე და მანდ უკვე ხვდები რა შეცდომებით. შენი პოსტებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი უკავშირი შემოგდის ხოლმე LinkedIn-ზე, ხო? ანუ ეს ადამიანები ყოველთვის გიკავშირდებიან და გეუბნებიან, რომ ან აქ დავიწყე მუშაობა, არ დავიწყე მუშაობა. უმეტესობა კი. არ დავიწყე მუშაობა და ასე შემდეგ. კი. გასაუბრებების ეტაპებს მიზიარებენ ხოლმე, აი იქ ცუდი HR-ი იყო, იქ ისეთი იყო. მე ამ ყველაფერს ვისმენ, წარმოიდგინე. და ეს ყველაფერი დიდ ენერგიასთან და მოითხოვს. კი, თუ არ გიყვარს, არავის არ ვრჩევ რომ კარიერის კონსულტანტი გახდეს, იმიტომ რომ ფსიქოლოგით შენ ხარ, მეგობარი შენ ხარ, მენტორი შენ ხარ, ზოგჯერ რა ვიცი. ღამეც გირეკავენ ხოლმე, ან გწერენ? ძალიან გვიან მაგალითად. კი. მე გეუბნები არ არის სწორი ალბათ და ეს 24/7-ზე მუშაობ ვარ თქვა. დაახლოებით. შაბათ-კვირასაც მუშაობ? შაბათ-კვირასაც, როცა შენი საქმეა, რაღაცნაირად ვერ აბალანსებ მაგას რა. რო ხედავ, რომ ბევრი SMS-ია შემოსული, ვერ ვითმენ, რომ შაბათ-კვირასაც არ ვიმუშაო და რაღაცნაირად დარღვეული მაქვს ეს ბალანსი, რაზეც მთელი მსოფლიო ასე თამამად საუბრობს. ეს მეწარმეების ეს არის მინუსია რა. არ არსებობს თითქოს ბალანსი, როცა შენ საქმეს ემსახურები. აბა სხვაზე მუშაობდე, არ არსებობს შაბათ-კვირას, რომ რაღაც თითი გავანძრიო ზედმეტად, მაგრამ ეს რო ჩემი საქმეა, ვერ ვაკეთებ ისე, რომ იგნორი გავუკეთო. ზუსტად. წეგან რო საუბრობდით ქართულ დამსაქმებელზეც, ეგეთი დამოკიდებულება აქვს ზოგ კომპანიას, რომ შაბათ-კვირას რო დაგირეკავენ, უნდა უპასუხო. შაბათ-კვირას რო გეტყვიან, რომ ეს გააკეთე, უნდა გააკეთო. თუ 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვს, იმის იქეთ უნდა დაარჩე, შეხვედრებს უნდა დაესწრო და ასე შემდეგ და ეს არის ჩვენთან ყოველ შემთხვევაში თუ მაგას არ გააკეთებ, აბა რას აკეთებ? ანუ ხელფას მაშინ რაში იღე? ეგეთი რაღაც ჩენზე არ გაგიგია, რომ შენთან რატომ მოვიდე AI-ს ვკითხავ, აი ChatGPT-ს და ChatGPT-ს დამოვიდა. როგორ არ გამიგია? უამრავი პოსტი იდება მაგაზე და ნეგატივიც წამოვიდა სხვათა შორის. ბოლო პერიოდი მეც ვნახე, რაღაც ანტიპიარივით არის, მაგრამ მე ვერ ხვდები ერთ რაღაცას. ანუ თუ შენ არ გინდა ამ ადამიანის მომსახურების მიღება. ანუ უბრალოდ ხო, ანუ წადი სხვა წადი ChatGPT-ს კითხე, შენი რაღაცა გაიგე. რატო აკრიტიკებ იმ ადამიანს, ვინც ცდილობს, ვინც ამდენი წელი ამაში, ანუ 0-დან დაიწყო. 0-დან კი არა, მინუსიდან. ეს კარიერა არ არსებობდა, ხო? ანუ შენ თვითონ შექმენი, შენ თვითონ შენი ბრენდი დაარსე, მიყვები ამ ყველაფერს და ანუ თუ არ გინდა, რატო არ შეიძლება რომ სხვა რაღაცა გააკეთოთ? თუ არ გინდათ. მეც მაინტერესა, თუ არ გინდათ, მეგობრებო. ალბათ ბევრი მიზეზი არის. პირველი ისაა, რომ არ ჯერათ ამ პროფესიის ბრწყალებში და არ არის ნდობა, იმიტომ რომ ახალია და კარიერის მენტორი, კონსულტანტი ვერ იგებენ. დამსაქმებელი უგონი ვარ ბევრ ადამიანს, რომ ავტომატურად მე რო დამიკავშირდები, ხო, ეგრევე სამსახურში დაგსვამ. გასაუბრებაც არ დაგჭირდება. არ არიან ინფორმირებულები, ეს ერთი. მეორე ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების სტილია, რომ რაღაცა ახალს თუ ვერ იგებს თვითონ აუცილებლად უნდა გააკრიტიკოს. ან ინგეიჯმენტი უნდა და შემოიკრიბებს მე თავის ასე ვთქვათ მომხმარებლებს, თავიანთ მეგობრებს.
არა, შეიძლება მეგობარიც არ იყოს. მიმდევრებს, რომლებიც ზუსტად იმავე მიდგომით ფიქრობენ და მე ეს ხლიცინი მიდის კომენტარებში, რომ აბა ასეა და შემდეგ. ანუ ბევრი მიზეზია, თავიდან ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ შენ რო რაღაცას ღირებულს აკეთებ, შენთვის ხარ, არავის არ ერჩი და უცებ ვიღაცა გებრძვის ბრჭყალებში, ხა ესეც არ არის დიდი ბრძოლა, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება იქ. რანაირად უნდა იყოს ერთ სასიამოვნო. თავიდან მეწყინა. მართლა მეწყინა. ადამიანები ვარ და უწყინს. მეთქი ადამიანებს ვეხმარები. თავიდან უფასოდ რო ვეხმარებოდი, მაშინ კარგი ვიყავი. ეხლა უკვე საფასური რო დავადე, ვიღაცისთვის ძვირი აღმოჩნდა. იცი რა მაინტერესებს, როცა უფასოდ ეხმარებოდი, ვინმე ამბობდა, რომ აი მადლობა რომ. არავინ არ ამბობდა. არავინ. არც ვიდეო არ ჩაუწერი არავის ღამის პირველ საათამდე რო უფასოდ ვეხმარებოდი ადამიანებს და დღემდე რო ვეხმარები უფასოდ ადამიანებს. ამაზე არავინ საჯაროდ არაფერს არ დადებს. მაგრამ ისეთ რაღაცებს გამოგიქვეყნებენ, ხო, უარყოფით, მაგდან ნახევარი არ არის სიმართლე. ვიღაცამ დადო კარიერის მენტორი, ოღონდ ჩემს სახელს არ ახსენებდა. თუ გნებავთ CV 800 ლარადო. ხო, ეგ პოსტი ვნახე ზუსტად და 800 ლარი, ჯერ ერთი CV 800 ლარი არ ხდება. საიდან მოიტა? აი, რაღაც გადაჭარბებული, რაღაცას მოკრავენ თვალს, არც იციან იმის იქეთ რა სერვისია და მოკლედ მე მიდის ამაზე ერთი ამბავი და მაგრამ არ უნდა მივაქციოთ ყურადღებას, სხვა გზა არ არის. ყველას თუ ქვა ვესროლეთ, ეხლა და გამოვეკიდეთ. მე ეს ენერგია არასწორად განაწილდება, ჩემს საქმეს ვეღარ გავაკეთებ და დავრჩებით ესეთ. ამიტომ ალბათ უნდა გვეყოს ძალა და ნაკლებად ვიფიქროთ ამ ხალხზე. არ თქვა იცი ისე თქმა მინდა, ხო არ შევთანხმდეთ, რომ რაღაც პრომოტორი გქონდეს ჩვენ გამომწერებს ან დუერებს შენ სერვის. აქვე მოვიფიქროთ თუ გინდა პრომოკოდი და მოვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს. ვიცი. Salome doing. ან რაღაც ეგეთი. Salome is doing. Just doing. კარგი იქნება ხო? ახწერაში დავურთავთ მე და შეიძლიათ ნახოთ და როგორ მოგძებნონ ეგეც ვუთხრათ ჩვენს გამომწერებს, ანუ როგორ მოგძებნონ. მე ასევე მაქვს ჩემი პირადი გვერდი, დავამატე ახლა ახალი ფუნქცია, რომ მეილზე არ მომწერონ პირადი გვერდიდან, ეგრევე WhatsApp-ი ამოვარდება და WhatsApp-ზე გადმოდიან წამებში. როგორ თანამედროვე ხარ? ჯენზი არ ვარ, მაგრამ ფეხს ვწყობ. და შევძლებთ ყველაზე მარტივია LinkedIn-ი. LinkedIn-ის ქვემოთ მაქვს ლინკი ჩემი პირადი ვებსაიტის, შეუძლიათ ამ პირადში მომწერონ, ან უშუალოდ გადმოვიდნენ ვებსაიტზე და იქიდან WhatsApp-ზე ან მეილზე გამომწერონ შეთხოვინება და მომწერონ მოკლედ გამოწვევის შესახებ. სურთ და საცურთ. ოკეი, ძალიან კარგი. ამ თემაზეც, ამ საკითხზეც ბუნებრივად მივედით იდეაში დუერიც მაგას აკეთებს, რომ დამწყები ადამიანების პოპულარიზებას ცდილობს და ისეთ გარემოს ქმნის, რომ ამ ადამიანებმა თვით სწავლით ისწავლონ რაღაცების კეთება. უბრალოდ შენ როგორც თქვი, ჩვენც ხშირად გვწერენ ხოლმე, რომ კომპანია გონი ვართ. ან გონიათ რომ რაღაც ვაკანსიები გვაქვს და დავასაქმებთ ეგრევე. და ნუ ოკეი, არა უშავს რა, ანუ ისწავლის, ანუ მომხმარებელს უნდა ასწავლო რაღაცა როცა არ იცის, უნდა ასწავლო და იქიდან გამომდინე რომ შენ კომპანია ხარ და ის მომხმარებელი არის, შენი პასუხისმგებლობაა რომ მილიონჯერ რომ დასჭირდეს, უნდა აუხსნა რომ არა, ჩვენ ვართ ეს კომპანია, ჩვენ ვაკეთებთ ამას, ჩვენ გვაქვს ეს სერვისები, იმიტომ რომ ერთ მომხმარებელს თუ არ აუხსნი, შეიძლება იმ მომხმარებლის უკან კიდე 10 მომხმარებელი იყოს და დაკარგო ყველა და რატო? და შენს ბრენდზე ძალიან კარგად დაისახება ეს უკავშირი. მე მაინტერესებს როგორ შეიძლება ჯუნიორ დეველოპერმა ან ჯუნიორ, არ ვიცი, დამწყებმა ადამიანმა ტექს სფეროში იქნება თუ ტექს სფეროს გარეთ, როგორ შეიძლება თავი კარგად წარმოაჩინოს, თქვათ LinkedIn-ზე ან LinkedIn-ის გარეთ, ან თუნდაც გასაუბრებაზე, იმიტომ რომ გასაუბრებაზეც მინდა რომ ვისაუბროთ ერთი-ორი სიტყვა, ჩემი აზრები რო გითხრა და რაღაცაა შევაჯამოთ ეს თემა, ეს ორი თემა ერთმანეთში. დამწყები დეველოპერებისთვის, ხო? თუნდაც დეველოპერებისთვის, თუნდაც development გუნდის წევრებისთვის, ანუ developeri შეიძლება იყოს, front-end შეიძლება იყოს, testeri შეიძლება იყოს, ანუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის დამწყები, როგორ შეიძლება რომ კარგად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი. პირველ რიგში ძალიან რთულია მათთვის ბაზარზე თავის დამკვიდრება. ყოველდღე წერენ ჯუნიორები, დამწყებები. ამასთან დაკავშირებით და ჩემი სტრატეგია და მიდგომა, რომელიც მუშაობს, ასეთია. ყველას ვურჩევ ჩამოყალიბდეს ზუსტად რა პოზიციაზე, რა მიმართულება უნდა, იმიტომ რომ ბევრი არის ძალიან გაურკვევლობაში, ბექშიც არის, ფრონტშიც არის, არ იცის ზუსტად რომელი უნდა და რეზიუმეც ასე
ასე ვთქვათ, უმისამართო დაწყობილია. ნებისმიერს რომ მოერგება, ხო? კი, და რო გგზავნი ნებისმიერს არ ერგება ეს, იმიტომ რომ ის კონკრეტული ვაკანსია დეველოპმენტშიც ეძებს კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული სკილებით. ამიტომ მოაშორეთ ზედმეტი, არ გიგონოთ რომ რაც უფრო ცოტა სკილებს და ტექნოლოგიურ ენებს ჩაწერთ უკეთესია, პირიქით უფრო არევთ დამსაქმებელს. ჩამოყალიბდით, სად გრძნობთ თავს კომფორტულად, ფრონტი იქნება, ბექი იქნება, ტესტერი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ მაგ დროს საკუთარ თავსაც ხო აბნევ და HR-საც აბნევ, ხო რეალურად, იმიტომ რომ ის ადამიანი კითხულობს და ვერ ხდება სად გამოაგზავნე შენი რეზიუმე. და პოსტები მიხვდება ხოლმე ასეთი, რომ ყველგან უარზანით თქვენ CV-ს, HR-ები წერენ ძირითადად, რომ მოარგეთ ხალხო, იმიტომ რომ ალბათ ძალიან დიდი რესურსი მიდის ამ ყველაფერში რო გადაარჩენ. ძალიან, იმათ რამდენი რეზიუმე შეძდით რეკრუტერებს და HR-ებს, იცით რამ ხელა შრომა არის ამის უკან და შენ რო დამწყები ხარ და გინდა რომ რაღაცნაირად გამოირჩეოდე, დააკვირდი ვაკანსიას და თუ იცი რომ ბექი გინდა, ბექის მიმართულებით უნდა წაიყვანო რეზიუმე, თუ გინდა რომ უკავშირი წამოვიდეს და რა უნდა გააკეთო. ხრიკი რა არის ყველაზე გამართლებული. დამწყები ხარ და გაქვს თეორიული გამოცდილება. აუცილებლად თეორიას რომ მორჩები ამ პროცესში, უნდა დაიწყო საკუთარი პროექტები. პრაქტიკა არის ყველაფერი, იმიტომ რომ შეგიძლიათ დუერში მოხვიდეთ და დაიწყოთ თქვენი პროექტები. აქვე მე რაც მახსენდება ვამბობ. იმიტომ რომ ყოველთვის წინ იქნები ერთი საფეხურით იმ მხოლოდ თეორიული ცოდნავისაც აქვს დამწყებს, შენ რაღაც გარკვეული პროექტი მაინც თუ გაქვს შენთვის გაკეთებული. თუნდაც სახლის პირობებში. ყოველთვის მე ჩემო მომხმარებელთან როგორ ვიქცევი? აბა მითხარი რა პროექტი შენთვის რაღაცა თუ გითამაშია, ეგეც მაჩვენე და ამ პროექტს უკვე რეზიუმეში წარმოვაჩენ და ჩვენ პროფესიონალს ჩემ შესახებ ტექსტში ხაზგასმით ვწერთ, რომ აი მე ვარ backend developer-ი, ეს არის ჩემი ტექნიკური ენები, რომელსაც ვფლობ და მიმუშავია 3+ პროექტზე, იმიტომ რომ მიმდინარე პროექტით შედის 3+-ში. ეს ამას უკვე highlights უკეთებთ, ვამუქებთ ამ ყველაფერს. სახელის და გვარის ქვემოთ backend developer-ი წერია და პირველი რეკრუტერი, რასაც უყურებს, ასკანერებს, ხო, არავინ არ კითხულობს დეტალურად. ის დასკანერებული, გაშავებული საკვანძო მნიშვნელოვანი საკითხები თვალში ხვდება. ენები, პოზიცია ენები და პროექტები, რომელზეც უმუშავია. დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი, იქ რომ იურიდიული განათლება გაქვს და ბარმენად რო გიმუშავია, მანამდე ან ქეშერად არ აქვს მნიშვნელობა, ესენი ამოიღეთ ყველაფერი და გახადეთ მიზანმიმართული და აუცილებლად პროექტებზე იმუშავეთ. ჩემი თავი გამახსენდა რეზიუმე რო გავაკეთე პირველი, შენ რაც თქვი. თავიდან ჩემი რეზიუმე იყო ძალიან პატარა, იმიტომ რომ გამოცება არ მქონდა. და იურისტობაც მეწერა და თან მინდოდა პროექტ მენეჯერობა და თან მინდოდა რომ იურისტის განათლება რომ მქონდა. და ბოლო პერიოდში ამოვიღე საერთოდ გავაქრე ეგ რეზიუმედან, ცოტა გამოცდილებაც ცოტა მომემატა სერტიფიკატები ავიღე და მეთქი ჯობია სერტიფიკატები შევავსო ეს ადგილები, ვიდრე და რელევანტური იყოს. კი, რა თქმა უნდა, ანუ აღარ აინტერესებთ რომ იურისტი ვიყავი და ის კი არა, ისიც აღარ აინტერესებთ რომ უნივერსიტეტი საერთოდ დამიმთავრებია და დიპლომსაც აღარ გთხოვენ და GPA-ც აღარავის აღარ აინტერესებს. მთავარია რა გააკეთე პრაქტიკაში, როგორ გააკეთე, გასაუბრებაზე როგორ წარმოაჩენ შენ თავს და ასე შემდეგ. რადგან დამწყებ დეველოპერებზე ვსაუბრობ და დამწყებ ადამიანებზე, მაინტერესებს შენი აზრი, მაგალითად გასაუბრებაზე როგორ უნდა მოიქცნენ ეს ადამიანები. და გასაუბრება და არა ცალმხრივად საუბარი, როცა მხოლოდ დამსაქმებელი საუბრობს და ჩვენც რაღაც კითხვები უნდა დავუსვათ, მაგაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება. კი, მომზადება აუცილებელია, რასაც უმეტესობა არ აკეთებს. კომპანიის შესახებ აუცილებლად ინფორმაცია. პირველი რაც უნდა გააკეთოს დამწყებმა, კომპანიის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიძიოს. რას აკეთებს, რამდენი წელია ბაზარზეა, რა პროდუქტებზე, სერვისებზე მუშაობს, ეს ყველაფერი უნდა შეისწავლოს. ასევე მოამზადოს კითხვები თავის პოზიციაზე, რა ფუნქცია მოვალეობები ექნება, რომელ პროექტზე მოუწევს მუშაობა, რამდენკაციანი გუნდი იქნება, ვინ იქნება მისი ზემდგომი და ასე შემდეგ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს დაკითხვის ფორმატი. კომუნიკაციის ტონსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგი რაღაცა ისე გეუბნება გასაუბრებაზე, თითქოს გძაბავს, ხო? მაქსიმალურად უნდა ვიყოთ პროფესიონალურები და პოზიტიურები. გაღიმებაც აუცილებელია. რა თუ არ მეღიმება რა ვქნა? აი ვიღაცა ხო იკითხავს, რომ ანუ არ მეღიმება სალონი და რა გავაკეთო? ოღონდ ბუნებრივად უნდა გააკეთო ეგ ყველაფერი ისე არა, რომ ხელოვნურად დაჯდა და იხიმება და უბრალოდ აი დადებითი აურა უნდა შექმნა მაქსიმალურად რა და არ უნდა იყო რაღაც აროგანტული, ზედმეტად თავდაჯერებული, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, რომ ადამიანები ვაჭარბებთ უკვე ემოციურად გასაუბრებაზე, რაც მეც თვითონაც გამომიცდია. ასევე მომზადებაში რა შედის? ტექსტი უნდა გაამზადო წინასწარ.
აი მომიყევი შენს შესახებ. ყველაზე მარტივია ერთი შეხედვით და ყველაზე ნაკლებად არის ხოლმე სტრატეგიული და მიზანმიმართული პასუხები. კი არ უნდა გაიზებირო, უბრალოდ შენ რა პოზიციაზეც მიდიხარ, იმ პოზიციის შესაბამისი ტექსტი უნდა მოამზადო, რომ დაანახო რეკრუტერს, რატომ ხარ შესაფერისი კანდიდატი. არავის არ აინტერესებს, რომელ წელს დაიბადე, სად გაიზარდე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძირითადად ესე მიდიან ხოლმე ადამიანები და საერთოდ დაცდენილია პოზიციას თავიანთი პასუხები. ეს კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირი არის, ასევე რა არის შენი სუსტი მხარეები, ძლიერი მხარეები, ამ ყველაფერზე პასუხები წინასწარო და მოამზადო სახში და ივარჯიშო. 1.5 საათი მაინც. მე რამოდენიმე გასაუბრებასთან ერთად სითამამეც გემატება, თავდაჯერებულიც ხარ, შანსებიც უფრო იმატებს, რომ მეორე ეტაპზე გადახვიდე და ასე შემდეგ. მეც რას ვაკეთებდი, დამწყები როცა ვიყავი. გასაუბრებას რაღაც ვკითხებს რომ ისვამდნენ ხოლმე და მე წარმოდგენა არ მქონდა ხოლმე რა იყო, ყოველთვის ვიწერდი ხოლმე ესე ჩუმად, რაღაცნაირად ისე ვინიშნავდი ხოლმე. ახლაც დამცინიან, მაშინაც ბლოკნოტები მიყვარდა, ანუ კალმის და ბლოკნოტის სტუდენტი ვარ. ძალიან მიყვარს ბლოკნოტები. იქვე ვინიშნავდი ხოლმე და მე სახში მივდიოდი ხოლმე, ვეძებდი ეს სიტყვები რას ნიშნავდა, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცოდი, წარმოიდგინე, ანუ მარტო თეორიული ცოდნა მქონდა, პრაქტიკაში საერთოდ არაფერი არ მქონდა. და ისიც კი არ მქონდა, რომ აი, თქვა პორტფოლიოზე მესაუბრა, ან ჩემი რაღაც გამოცდილება გამეზიარებინა გასაუბრებაზე, უბრალოდ თეორიულ ცოდნას რაღაცებს ყვებოდი ხოლმე. და ესე ვინიშნავდი რაღაცა სიტყვებს, რა შემეკითხეს, რა მკითხეს, აბა ის რა უნდათ, როგორ უნდათ და შემდეგ გასაუბრებაზე რომ მივდიოდი სხვა კომპანიასთან, მე იქ უკვე ბევრად ამამი ვიყავი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქეთ ვამბობდი ხოლმე მაგ სიტყვებს და ვიყენებდი ხოლმე ეგეთ წინადებებს და ხო, დამწყები როცა ხარ, ყველაზე მეტად მაშინ გჭირდება ჩემი აზრით დიდი დახმარებაც, გვერდში დგომაც და არ უნდა დანებდე რა. ძალიან გაცვდა მართლა ეს სიტყვები, მაგრამ არ უნდა დანებდე. მე პირადად ექვსითვე ვეძებდი იმ კომპანიას, რომელმაც ბოლოს მითხრა კი. და აქედან დიდ მადლობას მოუხდი თუ ვიყურებენ. ერთი კი გჭირდება რა. აქვე კეტყვი 6 წელი ვიბრძოდი უფასო სტაჟირებისთვის. მართლა 6 წელი. და მანდ მივხვდი რომ მართლა არასდროს არ უნდა დანებდე. ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოში მაინც მივაღწიე მიზანს და ავაყვანინე ჩემი თავი სტაჟიორად, სადაც კაპიკსაც არ მიხდიდნენ, მაგრამ ამ შედეგისთვის 6 წელი ვიბრძოლე. და რამდენი უარი მივიღე. ყოველ 6 თვეში ერთხელ საქართველოში იტალიის საელჩოს ვუგზავნიდი სამოტივაციოს რეზუმეს ყოველ 6 თვეში ერთხელ. წარმოიდგინე. მაიგნორებდნენ წლების განმავლობაში და ბოლოს უკვე მიპასუხეს დაიღალა ხალხი ეტყობა, გაიგენო? აი გასაუბრება გვინდა თქვენთანო და ანუ ვიხარო ხო? კი, რა თქმა უნდა, იქ არ გამომივიდა, მაგრამ ბარსელონაში რო ჩავაბარე, აკვიატებული. შენ თუ რაღაცა გინდა, უნდა ჩაუჯდე ჯინში, უნდა აიკვიატო, ყველანაირი გზა უნდა ასწადო, ადეკვატურ სკოლის. მან იცი რა მომენტია ხოლმე, მე რაზე ვფიქრობ, აი მორყვები რასაც ლაპარაკობ, უბრალოდ ეგ არის, რომ ხანდახან არაც პასუხია ხოლმე და ხანდახან უნდა დაფიქრდე, რომ ანუ ამდენი ხანი რომ ამას ვუზივარ, იქნებ სხვა რაღაცაა ჩემი, იქნებ ეს გზა არ არის ის გზა, რომელიც მე უნდა გავიარო, იქნებ მომიჯნავე სფეროები მეცა და მაგ დროს რას ვაკეთებთ, ანუ კი მეც გეთანხმები რომ მიზანდასახული უნდა იყო და იმ დენჯერ უნდა გააკეთო სანამ კის არ მიიღებ, მაგრამ ხანდახან ცხოვრება რაღაცნაირად გვანიშნებს, რომ ეგ კარიერა შენი არ არის, სხვა კარიერას ცადე. და მაგ ნიშნებს ვერ ვხედავთ ხოლმე და ვაიგნორებთ ხოლმე. თუ მაგალითად მე რომ მინდოდა ეს წლების განმავლობაში პარალელურად არ გავჩერებულო, არ გულხილ დაკრეფილი არ უნდა იჭდე, არ უნდა ელოდო. შენ პარალელურად უნდა მოძებნო, თუ შენთვის პრიორიტეტი ხელფასია, ისეთი სამსახური უნდა მოძებნო, რომ ფინანსურად დაგაკმაყოფილოს, მაგრამ ის შენი მიზანი რაც გააქვს, ის არ უნდა დაივიწყო და პარალელურ რეჟიმში იმისთვისაც უნდა იბრძოდე. ორივე არის შესაძლებელი. ყველას ვეუბნები, რომ მიზნისკენ სვლა არ ნიშნავს, რომ მარტო იმას ვუყურებ და ვზივარ და სხვას არაფერს არ ვაკეთებ. შენ შეგიძლია იმუშაო, იმიტომ რომ ფინანსები დღეს მნიშვნელოვანია, მაგრამ პარალელურად დეველოპმენტში დაიწყო დამწყების პოზიციაზე, თვითგამორკვევა, სტრატეგიის შემუშავება, ბევრ გასაუბრებებზე სიარული, ბევრი უარის მიღება, გადალახვა და აუცილებლად მიხვალ იქ, სადაც საჭიროა. მოგონთ ამისთვის უნდა მოემზადო. და ბევრი უნდა იშვა. კი. მეც 6 თვე კომპანიიდან კომპანიამდე დავდიოდი. ისეთ HR-ებს ვწერდი, რომლებსაც საერთოდ არ ქონდათ გამოცხადებული ვაკანსია.
ეს არ ვიცი დღეს მოქმედებს თუ არა ეს რა, იმიტომ რომ ეხა 2 წლის წინ, 3 წლის წინ ყველაფერი ჭრიდა. ახლა ისე არის შეცვლილი ყველაფერი, რომ შეიძლება მაგანაც არ გაჭრას. ახლა სხვადასხვა, მაგალითად bootcamp-ებს აკეთებენ და მე იქედან იტოვებენ ხოლმე სტუდენტებს და მაგიტო ყველაფერი უნდა სცადო, როცა გინდა. ეგ მიდგომა ახლა წამართლებს. მართლებს მართლა? მე აღარ მიცდია და ბოლო პერიოდი ესე იგი ამართლებს, რომ პირდაპირ მიწერო, რომ გამარჯობა, მე ვარ მარიამი. უღონდ უნდა იყო მომზადებული. ხო. ყველანაირად უნდა იყო LinkedIn-იც კარგი უნდა ქონდეს რეზიუმეც, იმიტომ რომ ეს რეკრუტერთან რომ მიდიხარ, ხომ და გაგიცნოს რაში ხარ კარგი და პროფესიონალი, ან დამწყებიც თუნდაც უნდა მოემზადო და სტრატეგიულად უნდა მიყვე. LinkedIn-ი მაგისთვის არსებობს, რომ დაამყარო ურთიერთობები პროფესიული, პირდაპირ შეგიძლია. თუ ვინმე არ გიპასუხებს, არ უნდა გეწყინოს. აუ მე ეს პროცესის ნაწილია. მე შემხვდა იმ დღეს პოსტი, რომ ვერ ვიწყებო LinkedIn-ზე აქტიურობას, იმიტომ რომ ანუ მეშინიაო და ანუ ვერ ვხვდები რისი უნდა გეშინოს, ანუ კი ნეგატივი წამოვა, მაგრამ შენ ხო სცადე. ანუ ხო უნდა სცადო, რომ მიხვდე გამოვა თუ არა. პოდკასტსაც რო ვიწყებდით, ან ცხოვრებაში ეგეთი რაღაც არ გამიკეთებია, მაგრამ თუ არ ვცდი, ხო ვერ გავიგებ, რომ როგორი ვარ ამ პოდკასტში. დღეს გამახსენდა ეგ, რომ პატარაობაში მინდოდა ჟურნალისტობა და რაღაცნაირად მე მგონი გამოუნახე, რომ ეს კითხვების დასმა, ჩაკითხვა, ანუ რეალიზება გაუკეთე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ თუ არ ვცდიდი, თუ შემეშინდებოდა, რომ აი სალომე მიზის წინ, თუ შემეშინდებოდა, რომ ჩემი იმის, რა ქვია, ფურცლის და კალმის მაგრად კომპიუტერი მიდგას და არა ის ჩემი საყვარელი ხელსაწყოები, ანუ ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები, თუ არ შეგეშალა ესე ვთქვათ, და როცა დამწყები ხარ, ყველაფერი გეშლება და ანუ არაუშავს. უბრალოდ მეორე მხარეს არ არის ხოლმე ისეთი ადამიანი, რომელიც შეიტყვის, რომ არაუშავს მარიამ, არაუშავს სალომე. კიდე სცადე, სხვაგან წადი, რა ვიცი, ყველაფერი მოიარე. აი ეს მხარდაჭერა. ან შენი პერსონალური ბრენდი გააკეთე, ანუ ბოლო-ბოლო თუ არავის არ აყავხარ, რაშიც მაგარი ხარ, გააკეთე. კი მე მოვუწოდებ ხალხს მაგისკენ. იმიტომ რომ სტაბილური სამსახური არ არსებობს და შენ როცა შენ პერსონალურ ბრენდზე მუშაობ სისტემატურად 1 წელი იქნება თუ 2 წელი, ეს წყალში ჩაყრილი წელიწადი და თუ არ არის, იმიტომ რომ ისე გიბრუნდება მერე, რომ იმ ხელა შესაძლებლობებზე გადიხარ, აქეთ ჭირდები ადამიანებს და ზუსტად იციან შენ რა პრობლემას აგვარებ და მოგმართავენ. ანუ ეს უნდა დაანახო პერსონალურ ბრენდს ხალხს, გონია რომ უნდა დაპოსტო და რაღაცები უნდა იღლიცინო. ეს არ არის ასე. პროცესი შეიძლება მერე რაღაცა არათემატური პოსტიც დადო, ეს მოსულა ყველაფერი, მაგრამ შენ რო პერსონალურ ბრენდს იწყებ, შენ უნდა აჩვენო რაში ხარ მაგარი და რა პრობლემას მიგვარებ. შენ რო ვიცი რომ მარიამი ხარ და პროექტების მენეჯმენტი კარგად გამოგდის, ეს მე იმდენად უნდა დამამახსოვრო LinkedIn-ის თუ ნებისმიერი სოციმედიის წყალობით, რომ გამახსენდეს პროექტების მენეჯმენტზე პრობლემა რომ ექნება, მოდი მარიამს დაურეკავ. ხო, ბარი მეწოდინება რომ აი მარიამი ან სხვა ვიღაც ადამიანი იმიტომ და გამოჩნდე, ხო, იმიტომ რომ შენ შეიძლება ძალიან მაგარი იყო ბევრ რაღაცაში, მაგრამ არავინ არ გიცნობს. ეგეც არის, კი. და თან ისე უნდა გამოჩნდე, რომ ავთენტური იყო. თან შენ თავიც უნდა ეგ არის რთული რა. თან შენ თავიც უნდა გამოხატო. თან რაღაც ჩარჩოებიც უნდა ჩარჩდე. თან თავისუფალი უნდა იყო, მაგრამ ძალიან თავისუფალი არ უნდა იყო. ვერ გაიგებ უბრალოდ, მე მგონია, რომ უბრალოდ რაც მგონია, რომ მართალია გააკეთე და თუ გამოვა, თუ არ გამოვა, არავინ არ მოვა და ხო, ანუ არავინ არ მოვა, არ გეტყვის, რომ ესე რატო ქენი ისე. ზუსტად ჩვენ გონია, წაშლი იმპოსტებს. ადამიანები ჩვენზე ამდენს არ ფიქრობენ, ეს არის ჩვენი ილუზიები რა. მართლა ყოველას ჩვენი საქმე და ცხოვრება გვაქვს და მაქსიმუმ 10 წუთით რაღაცა წაიჭორაო შენზე და მორჩა რა. იცი რა მაინტერესებს, შენი დაკვირვება მაინტერესებს. მე როცა სამსახურს ვეძებდი და სხვათა შორის როცა მე სამსახური ვიპოვე, პარალელურად მე ყოველთვის დასაუბრებებზე დავდიოდი ხოლმე, რომ მენახა კომპანიების ტენდენცია როგორი იყო, შეიცვალა თუ არა მათი დასაქმების სტრატეგია, ანუ ძალიან მაინტერესებდა ეგ თემა და მაშინაც და ახლაც მეჩვენება, რომ ხელფასი არის ტაბუდადებული, ანუ არავინ არ გეუნება ხელფასს. ანუ მიდიხარ გასაუბრებაზე, CV-ს აგზავნი, ოღონდ არ იცი ხელფასი რა არის, შეიძლება მაღალი იყოს, შეიძლება დაბალი იყოს, რეინჯიც არ იცი. და მიდიხარ, მე გადადიხარ ტექნიკურ გასაუბრებაზე, იქაც მოეწონები, მე კიდე გადადიხარ და ბოლოში გეუბნებიან, რომ აი ხელფასი არის ამდენი და შეიძლება ამდენი დრო უბრალოდ დაკარგე, იმიტომ რომ ამ ხელფასზე მუშაობა არ გიღირს. ან პირიქით რო გწოდნოდა ეგ ხელფასი, ბევრად მოტივირებული იქნებოდი, იმიტომ რომ შენთვის ეგ ხელფასი მისაღებია. შენ დაკვირვება მაინტერესებს, ახლაც ეგ ტენდენცია, რომ არ გეუბნებიან ხელფასს, ხო? ანუ რეინჯსაც არ გეუბნებიან, ხო? რომ აი აქედან აქამდე. რა უნდა გუშვათ მაგას არის? მე არ ვიცი, უნდა დავწეროთ ხელფასი. მან არის ორი ვარიანტი.
ხელფასი რო არ წერია ავტომატურად არ ნიშნავს რომ ძალიან დაბალი დაბალია. ხო, ავტომატურად ნამდვილად არ ნიშნავს და მაგრამ. ეს გონიათ ადამიანებს რომ რადგან არ წერია, იმიტომ რომ ცხენიათ რომ 800 ლარია სიტყვაზე. ეს ასე არ არის პირიქით. თუ კი ტოპ მენეჯმენტის კანდიდატი ხარ, გულისხმობ 15 წლიანი გამოცდილება გაქვს პროექტების მართვაში, ხო? და წააწყდი რაღაც ძალიან მაგარ ვაკანსიას და ჰედს ითხოვენ. და მან თუ ხელფასი არ წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებადია და შენ უკვე უნდა წაიყვანო ისე გასაუბრებაზე შენი თავი და მოაწონო, ხო, იმიტომ რომ გადამხდელი კარგ კანდიდატში, კარგი კომპანია კარგად იხდის ხელფასს. უბრალოდ ეს პროცესი მოლაპარაკებადი ხდება ადგილზე და კონკურენციას რო არიდონ თავი და კონკურენტებს კომპანიები, ამიტომაც არასაჯაროებენ ამ ხელფასს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მართლა ასე არის, ეს არ არის რაღაც ციცრუე და გამართლება ამ პროცესის, თუმცა არის ხოლმე ის შემთხვევები, რომ არ წერენ, იმიტომ რომ ვინც უფრო ნაკლებს სიტყვის გასაუბრებაზე, იმას აიყვანს. ეგ მაგიჟებს, მაგას ვერ ხვდები მართლა. რანაირად შეიძლება ეგ ძირითადად აი არ ვიცი რა, ალბათ ეს მენტალიტეტის ბრალიც არის, რომ ჩვენ არ გვიყვარს გადახდა და ყველაფერი ჯიბეში უნდა რომ ჩაიდოს. ყველას უნდა უფასოთ, არ უნდა რომ გადაგიხადოს და თან უნდა რომ ეს უფასო სერვისიც უფასოდ უნდათ, მუშახელიც უფასოდ უნდათ და ყველაფერი აბსოლუტურად. ეს ფიქრობ რომ მენტალიტეტის ბრალია და იმედი არცემენ. ხო, მე მგონი. უბრალოდ დამოჭრეთ. იმის თქმა მინდა რომ მართლა არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვი რომ საერთაშორისო ბაზარზე ხელფასი ყოველთვის უმეტესწილად იცი რა არის. აი ინდიძე რო შეხვიდე მაგალითად, ნახავ რომ ელემენტარული რეინჯი წერია იქ. შეიძლება არ იცოდე რომ თქვათ 800 ლარი გააქვს, მაგრამ გიწერენ რომ 500-დან 1000 ლარამდე რეინჯი. დიაპაზონი ყოველთვის იცი, საიდან სადამდე და ან წლიურს მაინც წერენ. დიახ. მართალი 80,000 ევროდან 100,000 ევრომდე. და შენ უკვე ხვდები რომ საშუალოდ თვეში რამდენის მოლაპარაკების შანსი გაქვს. მე მგონი მოთხოვნაც არ მიდის ჩვენგან და ეგ უნდა გავაძლიეროთ, ფიქრები უნდა გავაძლიეროთ და პოსტები უნდა გავაძლიეროთ. ვაკანსია არ გავაზიარო თუ ანასხაურება არ წერია და თუ ნახავთ რომ არ წერია, ესე იგი ტოპ მენეჯმენტის ვაკანსია და კაი ხელფასი ხდიან და უბრალოდ ფიზიკურად არ გვაქვს ცდომა რომ ანუ არ გვაქვს უფლება რომ გავაზიაროთ. აი ეს პრინციპი მაქვს. მინდა რომ გამოვიდეთ Telegram არხიც მაქვს, კი. როგორ უნდა მოხვდეს ადამიანი მან? მე პოსტებში ლინკს ვაზიარებ ხოლმე, მაგრამ პირადშიც რომ მომწეროს ნებისმიერმა, კი, IT community ცალკე მაქვს ჯგუფი. და ჩვეულებრივი ნებისმიერი პროფესიის ადამიანების ჯგუფი ცალკე, იმიტომ რომ IT მაინც ცალკე სფეროა და ყველასთვის არ არის, რა თქმა უნდა, საინტერესო რომ ეს ვაკანსიები ნახონ. თუ გავფილტრე, გავმიჯნე ეს ორი. რამე რჩევას ხო არ მისცემდი ორ ადამიანს, ერთი HR-ი და მეორე კანდიდატი. აი მე და შენ რო ვიყოთ. შენ რო იყო HR-ი, მე კანდიდატი. ან პირიქით, აი რა რჩევებს მისცემდი, ხო არ გახსენდება რამე ისეთი რჩევა? HR-ებს მივცემდი ასეთ რჩევას, რომ უფრო პროფესიონალურები იყვნენ და უფრო მეტად დახვეწონ კომუნიკაციის მიდგომები. შეიძლება არ იყო პროფესიონალი, მაგრამ თუ მოგწონს HR სფერო, უნდა იცოდე მინიმუმ გასაუბრება როგორ წაიყვანო, რა არის ეთიკური, რა არა, კანდიდატებს აგრძნობინეთ თავი, ადამიანებად, მშვიდად გახსენით ისინი და არ არის აუცილებელი რომ ყველა მოჭიმული იყოს და გასაუბრებას დაკითხვის სახე გქონდეს. მე ამ რჩევას მივცემდი ძალიან ბევრ ადამიანს, შეიძლება არც იყოს HR-ი, მაგრამ ვინც ინტერვიუერია და გასაუბრებებს ატარებს. კანდიდატებს მივცემდი მეორე რჩევას. მოემზადეთ. ვაიმე, რომელვა კომპანიაში მაქვს გაგზავნილი CV ნეტა გამახსენა და რომ მიდიხარ გასაუბრებას და არაფერი არ იცი, ეს უკვე თქვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს. გასაუბრებებისთვის მომზადება შანსს ის რომ სამსახური დაიწყოთ და სანამ გასაუბრებამდე მიხვალთ, უნდა მოაწესრიგოთ რეზიუმე და მერე LinkedIn-ი, პირველი მაინც რეზიუმე. ოკეი. მე მანდ ისეთი მომენტი მაქვს ხოლმე, რომ მირეკავენ არ მახსოვს მართლა, იმიტომ არ მახსოვს რომ შეიძლება 2 თვის წინამდე 2 თვის წინ გავაგზავნე და სულ ვეკითხები ხოლმე რომ რომელი კომპანიიდან ხართ ან მეილზე მაინც რომ მომწეროთ. არ ვიცი ეგ რატო ხდება და ეგეც მე მგონი უნდა მოვითხოვოთ რომ უკავშირი დაგვიბრუნონ რა შეიძლება მალე. უკავშირის პრობლემა არის და ცოტა გადაჭარბებულია ინდივიდუალურად ყველას დაუბრუნონ უკავშირი, მაგრამ არ შეუძლებელია, მართლა რთულია. ამას HR-ი კი არა ვერავინ ვერ გააკეთებს, მაგრამ მინიმუმ გასაუბრება ვისთანაც გაიარე, იმ ადამიანებმა უნდა იცოდეს, რომ ვერ გადავითნენ მეორე ეტაპზე. შაბლონური ტექსტი მაინც დააგენერირეთ. დღეს 1000 tools როგორ არის. ხელსაწყო არსებობს იმისთვის, რომ ადამიანს გააგებინო, რომ თქვენ ვერ გადახვედით უბრალოდ. არ არის საჭირო რატომ რისთვის გასაგებია, იმიტომ რომ სულ მაშინ არ მიიღოს ეს კარგად, მაგრამ მინიმუმ იცოდეს, რომ აღარ უნდა გელოდოს. ეს მაინც დავხვეწოთ. ოკეი.
კი. და ბოლოსკენ გვითხარი შენი მოტო რა არის? შენ ცხოვრების წეული დანებდეთ. ძალიან შაბლონურად ხვერს, მაგრამ მართლა არ უნდა დანებდეთ და არ მოусმინოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, რომ ეჭვი შეგატანინონ საკუთარ თავში, საკუთარ იდეაში და შესაძლებლობებში. შემოიკრიბეთ ირგვლივ ისეთი ადამიანები, შინაური, გარეული, არ აქვს მნიშვნელობა, რომელთანაც თავს გრძნობთ მშვიდად, мотиваციას გაძლევენ და ერთად წარმატება უხარია შენთან ერთად. კი, წარმატებაშიც და ხინში საჭირში ჩვენთან ერთად რო არიან, მნიშვნელობა რო არ აქვს მაინც და მაინც კარგად იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ღირებულებების გამზიარებელი წრე ყავდეს და თუ ვერ იზიარებ, ჯობია მარტო იყო და შენს გზას დაადგე, ვიდრე არასწორ გარემოცვაში. ხო, ან იმდენი უნარი უნდა გქონდეს, რომ ის ადამიანებიც გადმოიბირო, აი დაარწმუნო, ელაპარაკო, არ დაგეზაროს, ეგეც კარგი უნარია. ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, მოდი ვიტყვი რა მეგობრებო, იმიტომ რომ უფრო კარგად ჟღერს ვიდრე გამომწერებო. მეგობრებო, ეს იყო მეორე ეპიზოდი სალომესთან ერთად. აღწერაში ნახავთ ჩვენს ლინკებს, ჩვენ სოციალურ ქსელებს, შეგიძლიათ დაგვიმატოთ, გამოგვიწერეთ და სპონსორებსაც მივმართავ, რომ დაგვასპონსორეთ მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო და მიხარია რომ პირადად გაგიცანი. ჩემთვისაც უხმო შორიდან გადევნებ ხოლმე თვალ ყურს. გავაზიარებ ჩვენს Telegram არხს თუ არ იქნები წინააღმდეგი აღწერაში. მადლობა. მოდი ხელი ჩამოერთო. სასიამოვნო იყო. ჩემთვისაც.